მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან სოკარის ელფი და ტიშერტი. თხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ YouTube-ის სტატისტიკა, როგორც მიჩვენებს, რეგულარული მაყურებლების ნახევარს გამოწერილი არ აქვს ჯერ კიდე. ესე რომ ღილაკს თუ დააწვევით, ეს დაეხმარება არხს და დღეს სტუმრად გვყავს გეოლოგი ირაკლი კაკაბაძე. ხო, პირველად წარმადგინეს ესეთ რაღაც გეოლოგი და ლექტორი. დიდ აუდიტორიასთან ამ თემაზე პირველად მოვარ სტუმრად და ცოტა ვღელავ. კაცებიდანაც შეიძლება გიცნობდეს. დღეს როგორც ამ პროფესიის მხრიდან ხარ მოსული რა და მე ამაზე გილაპარაკია სადმე? არსად. არა, ну გარდა გეოლოგებთან და სტუდენტებთან და მეტი არსად. ხო, და ზუსტად როგორ არის პროფესია, ანუ შენი სპეციალობა? ხო, გეოლოგი ვარ, მაგრამ გეოლოგი ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, ბევრნაირი გეოლოგი არსებობს და მე კონკრეტულად ვარ პალეონტოლოგ-სტრატიგრაფი. პალეონტოლოგია და სტრატიგრაფია. კი, ეს ორი და ლექციებს კითხულობ. ლექციებს კითხულობ ძალიან დიდი ხანია, რაც დავამთავრე. სადა ილიას უნივერსიტეტში ხო? ეხლა ილიას უნივერსიტეტში, მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მანამდე ლაბორატორიულ სამუშაოებს ვატარებდი, ესე იწყებ ხოლმე რა, როცა ასპირანტი ხარ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე გეოგრაფია გეოლოგიის ფაკულტეტი, გეოლოგიის მიმართულებით, ჩემ დროს იყო 5 წლიანი არ იყო მაგისტრატურა და პირველ 5 წელი სწავლობდი. მე ჩავაბარე მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში, 3 წელი ვისწავლე ასპირანტურაში და მე ჩემი დისერტაციის დაცვის წინ ისეთი თემა მქონდა, რომ გამიმართლა და მოვხვდი ამერიკაში, სადაც ორ ნაწილად იყო ჩემი დისერტაცია, სტრატიგრაფია და პალეონტოლოგია და სტრატიგრაფიულ ნაწილს იქ ვაკეთებდი. ჩემი ხელმძღვანელი იყო დეივიდ კინგი, სტრატიგრაფი და პალეონტოლოგიაში ჩემი ხელმძღვანელი იყო გაუთავარი ელისო კოტეტიშვილი და ესეთი კოლაბორაციული დისერტაცია გამომივიდა. ხო, მაგრამ ის ვთქვათ რომელი რა არის? პალეონტოლოგია არის, მე ვიტყვი, თუ შემი ისტორია, მაგრამ ეს არის ნეშტების მიხედვით, ანუ ნეშტების გამოკვლევა, ასე ვთქვათ, ცხოველების ნარჩენების, ფოსილ როგორ არის ნეშტი არის? ნამარხები. ნამარხი არის ფოსილ, ხო. ხო, ნამარხების კვლევა. განამარხებულ ცხოველებს რო სწავლობს, ორგანიზმებს რო სწავლობს, ეს არის პალეონტოლოგიის ძალიან ზოგადად. საერთოდ ყოველთვის მე ჩემთვის დინოზავრებთან ასოცირდება, პირველი დინოზავრი მოხსენდება. ყველასთან. ყოველთვის ესეთ თემაზე და უშუალოდ ძალიან ვიწრო სპეციალობაზე უსმენ ან პოდკასტს ან ვინმეს ლაპარაკს, ყოველთვის კრიტიკა მაქვს ხოლმე, რომ ცოტა გარკვევით რო ილაპარაკონ, რომ ყველამ გაიგოს. ამიტომ ეხლა ცოტა კომპლექსი მაქვს, რომ რაღაცა ტერმინებით არ დავხუნძლო, რომ მე ვერ გავიგებ ხო, გასაგებენაზე ვილაპარაკო ხოლმე, შევეცდები, რომ ისი ავხსნა, როგორც ყველასთვის გასაგები იყოს რა. და სტრატიგრაფია არის ქანების ხო, რომელიც იკვლევს დედამიწის ქერქის ამგებ ყველანაირ ქანებს და ახდენს მათ დათარიღებას და კორელაციას. თუ კიდე გაუგებარი იყო, ავხსნი რომ ანუ დედამიწის ქერქი რა ქანებისგან შედგება და სამი ძირითადი ქანი არის სახის დანალექი, ვულკანური და მეტამორფული, აი ამ სამივეს სწავლობს და ცდილობს რომ დაათარიღოს ყველა, გაიგოს რა ასაკის არის, როდის რომელი დაილექა და სადაც მსგავსი ქანებია, მათი კორელაცია გააკეთოს. ანუ ერთმანეთთან რა ისაა? ხო, რაღაც შეაპირისპიროს. რაღაც პერიოდი ლექციებს არ კითხულობდი, ხო? ცოტა ხანი იყო, ეს იყო. და მახსოვს რომ გავიგე რომ გამიკვირდა, ამიტომ არ ვიცოდი მანამდე შენზე რომ ლექციებს კითხულობდი და ეხლა ისევ ვიწყებო თქვი. ხო, ლექციების კითხვას. რამდენიმე წელს წინ იყო. ხო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ხანი ვკითხულობდი, მე რაღაც პაუზა მქონდა 3 წელი მე მგონი. აღარ მახსოვს რამდენი და მე ილიას უნივერსიტეტში დავიწყე, ეხაც ვკითხულობ, ეხა სიმბოლური სახე აქვს. ერთი კურსი მყავს ხოლმე ბაკალავრები. ხო და რატო აკეთებ? იცი რა, ეს პროფესია ჩვენ თაობაში ბევრს არჩეული აქვს შემთხვევითი პროფესიები და მე რაღაცნაირად მიყვარს. თან გეოლოგია არის პროფესია, რომელიც ოჯახური არის ხოლმე რა, ანუ გადაეცემა და ამ მიმართულებით ჩვენი ოჯახი ბაბუა გეოგრაფი იყო, მამა გეოლოგი და მეც გეოლოგიური და თან მიყვარს ეს პროფესია რა, ბევრი რამე მაქვს გაკეთებული და რაღაცნაირად თან გენანება გიყვარს, ხო იცი ესეთი ის არის რა. ანუ ისე არ ამირჩევია, რომ მაგიტომაც მივყევი ამდენი ხანი, რომ ისე არ ამირჩევია, რომ რაღაცის გამო რა, უბრალოდ
რაღაც თავიდან ესე იყო უნივერსიტეტში ჩავაბარე რომ ჩემი პროფესია იყო გეოლოგია და ჰობი მქონდა იუმორი კავენი იყო მაშინ და მე ნელ-ნელა ეს რაღაცა ეს გახდა პროფესია და ცოტა ჰობისკენ წავიდა დროის მიხედვით თუ ვიტყვით გეოლოგია იცი რა პროფესიაც ისეთი რომელი სფერო იყო თავიდანვე ეს იყო პალეონტოლოგია და თუ მაგას მე ერჩევ ბოლოსკენ ერჩევ უკვე როცა თავიდან თავი მუღამი რა იყო აი გეოლოგია იცი რა გეოლოგია რომანტიული პროფესია თუ გიყვარს ბუნებაში ყოფნა კარავში ცხოვრება მთაში სიარული ხო თავიდან როცა იწყებ ახლა ბევრი რამე არ იცი რა და ამიდან ირჩევ რომ აი რაღაც ექსპედიციაში წავალ თაში კარავში ვიცხოვრებთ იქ რაღაცა რა თქმა უნდა ყველა დარწმუნებული რომ ისეთ აღმოჩენას გააკეთებს რომ მთელი მსოფლიო გაგიჟდება მე ნელ-ნელა ხვდები რომ ძნელია ამის გაკეთება და ეს გიტაცებს თუ ეს მიმართულება გიტაცებს და ესეთი რაღაცა ცხოვრება გიყვარს ნუ იდეალური პროფესია იმიტომ რომ თან ეს არ არის რომ რაღაც ცოტა ხნით მიდიხარ ან გეოლოგიური ექსპედიციები ველზე ყოფნა ქვია გეოლოგების ენაზე აი ველზე მივდივარ ნიშნავს რომ ექსპედიციაში მიდიხარ სადაც აგროვებ მასალას რომ მე მთელი წლის განმავლობაში საფხულში ხდება ეს ძირითადად ამინდებისგან გამომდინარე უფრო ადვილია და მასალას აგროვებ და მე ამ მასალას ამუშავებ მთელი წლის განმავლობაში მე ნახავ რამე თუ დაგაკლა კიდე რაღაცა გასაკეთებელი მეორე წელსაც მიდიხარ და მე უკვე ან სტატიას აკეთებ ან დისერტაციის თემა თუ არ დისერტაციას იცავ ან რაღაცა ესე მუშაობს ეს ამბავი და ველზე რომ მიდიხარ ექსპედიციაში მიდიხარ დიდი ხნით, ანუ ეს არ არის რომ რაღაცა 5 დღით წახვიდე, როგორც ვთქვათ, ლაშქრობაში მიდიხარ რა, შეიძლება თვე იყო, ან რაღაცა თვე ნახევარი, ან 2 თვე მოგიწიოს ყოფნა და თუ გიყვარს ესეთი ცხოვრება და ბევრს უყვარს ახლა მთაში და კარგად გილას ყოფნა ბუნებაში, მაშინ ძალიან კარგი მიმართულება. თან აი ხა შეიძლება თქვი რა დინოზავრები ისეთი თემა პალეონტოლოგიისკენაც რო გადავიხაროთ, რომ ყველა ბავშვს უყვარს მე რაღაცა ყველას არა, მაგრამ უმეტესობას უყვარს. რაღაც ისეთი მიმართულებაა და ეგეც თავისას იმაშება რა გაყვარებს თავიდან და ნუ მე უკვე რო ჩაიძირები და დინოზავრებთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, გარდა იმისა, რომ სათაფლიაში ნამყოფი ვარ. და რაღაც მუზეუმებში და უშუალოდ მინახავს დიდი ჩონჩხები აწყობილი. სხვა ეს გიზიდავს და ნუ მე რაღაც სხვა შენ სფეროში რო წახვალ, მე ისინი გაინტერესებს უკვე და ხო, ძალიან შთამბეჭდავი ბერლინში ვიყავი. ხარ ბერლინის მუზეუმში ნამყოფი? არა, იქ დგას რომელია, ბრონტოზავრი არის? გზელი კისერი და გზელი ხოდი რო ქონდა. ხო, შეიძლება დიპლოდოკი იყოს, ხო. ხო, ეგ მაგსახეობიდან რომელიღაცა და ძალიან შთამბეჭდავია რომ შედიხარ მთლიანი ის დგას რა, აწყობილი რაზომისაც იყო და ხო, სხვა ჩვენთან რომ მასშტაბებია. ტირექსის ჩონჩხი და რაღაცები. ხო, ნუ ტირექსი ალბათ ყველაზე პოპულარული, ხო, ყველაზე პოპულარული არის, ხო, ტირექსი არის ესეთი. კინოების ვარსკვლავია რა ფაქტიურად, ხო, უფრო შოუ ბიზნესისკენ არის, ვიდრე პალეონტოლოგიისკენ. ნუ ეგ ხო ნუ ჯურასიკ პარკმა, იურულმა პერიოდის პარკმა, სპილბერგის ფილმმა ალბათ გააკეთა ის, რომ ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა მანამდეც ძალიან პოპულარული იყო, ჩემ ბავშვობაში მახსოვს ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო მილიონი წელი ჩვენამდე. და ალბათ ფრენსის იმარაც, ხო? ხო, ეგ საინტერესო ის არის, ფრენსის როსი არის პალეონტოლოგი, ხო, და მე მგონია, რომ ეხლა რო შევხედო პალეონტოლოგიის და სცენარისტის თვალით ერთად ალბათ ეძებდნენ როსის ეს ტიპია რომ რაღაც ძალიან უცნაურობები ემართება ხო თავის აი ყველა დაწყებული პირველი ისტორიიდან პროფესიაც ეგეთი უნდა ქონოდა რომ აი რაღაც ჩვეულებრივ მოკვდათ არავის რო არ აინტერესებს და მთელი მისი ხუმრობები მაგაზია რომ აი დანარჩენებისთვის დებილობას ყვება ძალიან უხარი აღტკინებულია და დანარჩენებს აი საერთოდ არ აინტერესებს რომელ რამდენი მილიონი წლის წინ რაღაცა ჯერ ჯურასიკ პარკი იყო ხო და მე ფრენცი იცი რა არ მახსოვს არა მე მგონი ფრენცი უფრო ადრე იყო პირველი სერია იმიტომ რომ პირველი სერიიდან ჩდება ვინ არის როსი ან მე არ შემოდის და ნუ ერთი ეპოქა არა ხო ჯურასიკ პარკში ტირექსი სხვა შორის ძალიან საინტერესოა რომ იურული პერიოდი ერთ-ერთი პერიოდია მეზოზოური ერიდან რა და ტრიასული იურული და ცარცული ესე იყოფა რა და ტირექსი არის ცარცული პერიოდის და უმეტესობა დიდი და ესეთი შთამბეჭდავი რომლებიც არიან მე ჯურასიკ პარკ 2-ში, ჯურასიკ ვორლდში და ასე შემდეგ არიან ცარცული პერიოდის, მაგრამ ცარცული პერიოდი არ დაარქვეს, იმიტომ რომ სუდა ჟღერს. Cretaceous არის ინგლისურად, რა Cretaceous Park რაღაცნაირია და ჯურასიკი კარგად ჟღერს და
ესე გეოლოგიური შეცდომა, პალეონტოლოგიური შეცდომა და მაგნინოზავრებს შორის მილიონობით წელი არის ხო? კი, ძალიან ბევრი, ცარცული. ერთმანეთს არ შეხვედრიან. ცარცული თავდება 65 მილიონი წლის წინ და იურული 150. ანუ ამ ხელა განსხვავებაა რა. ხო, და ჯერ მაგრამ ნუ საზღვარია და შეიძლება იგულისხმეს, რომ აი ამ საზღვარზე ის ხო წარმოიშვა ამ დროს და რაღაცა ისეთია, მაგრამ ნუ პალეონტოლოგებმა რაღაცა მოუწებნეთ რა, რომ ნახე. ხო იცი, რაღაცა სამედიცინო სერიალები რო არის და ექიმები რო კრიტიკულად უყურებენ, ჩვენ ამის შანსი მოგვეცა პალეონტოლოგებს. თუმცა ძალიან შტამბეჭდავი, მე პირველად რო ნახე, ძალიან შტამბეჭდავი გაკეთებულია და ნუ მაგარია რა და ის კი არა ფილმის თვალსაზრისით ეხაც გამოდის, აი ეხა გამოვიდა ახალი, ხო, ეხა არის პრემიერა და ხო. კიდე ის გამოსცემს ქართული ფილმი ცხოვრი, კახი კავსაძეო თამაშობს. რაღაცა გათხრებზე რო არიან. არ არის ისეთ პოპულარული ფილმი. ხო, რა, არა მაქვს ნახე. კავსაძე არის და რაღაცა გოგო არის კიდე, რაღაცა გეოლოგები არიან, რაღაც მახსოვს რაღაც გათხრებზე არის. ხო, ვა, არა მაქვს ნახე, საინტერესო. ამ გათხრებზე რამე ისეთ ყოფილა რომ გეპოვნოს რომ იცი ტერმინ გათხრები არასწორია გეოლოგისტვის. უფრო არის ველზე ყოფნა, ჭრილის აღწერა, მასალის დაგროვება, გათხრები უფრო არქეოლოგიურია. და თორემ არქეოლოგებთანაც ნამუშევარი ვარ ერთი ზაფხული, სანამ ჩავაბარებდი გეოლოგიურზე, არქეოლოგებთანაც ვცადე. და ვიყავი და გათხრები უფრო არქეოლოგიურია რა, იმიტომ რომ რაღაც ერთ ადგილას არიან და შრე-შრე მიყვებიან და დიდი ხანი არქეოლოგები. გეოლოგები როგორც ეგეთი არ თხრიან ესე რა. აი კონკრეტულად დაჭირდა რაღაცისთვის ხო. თუ არ არის, ანუ მაგალითად პალეონტოლოგი და სტრატიგრაფი, გეოლოგები როგორ არ თხრიან, მაგრამ საინჟინრო გეოლოგია, უამრავი მიმართულებაა გეოლოგიაში, რომელიც შეიძლება დაჭირდეს, მაგრამ პალეონტოლოგია და სტრატიგრაფები ძირითადად არსებულ ჭრილი ქვია, სადაც ჩანს შრეები. ხო. აი გზაზე რომ მიდიხარ დავუშვათ სოფელში და რაღაცა ერთი კლდე გაშიშვლებულია და ხედავ რომ შრეები ჩანს, პირდაპირ მიხვალე გათხრა არ გჭირდება და იმის აღწერას აკეთებ რა. იმას ვერ ჩაყვები, ხა ტრაქტორს ვერ მოიყვან და ვერ გაადიდებინებ ამას რა, იმიტომ რომ ნუ მაგის საშუალება არ არის რა. და ამიტომ ქვია უფრო რაღაც ველზე ყოფნა, იმიტომ რომ ერთი ადგილას რო აღწერ, მე სხვა ადგილის უნდა ნახო და მთელი რაღაც რეგიონი უნდა მოიცოდა. არქეოლოგები უფრო რაღაც კონკრეტული ადგილი თუ არის, იმის გათხრას აკეთებენ, იმიტომ რომ დიდი დრო ჭირდება რა. ხშირად არის ხოლმე უჭირთ გეოლოგი და არქეოლოგის განსხვავება და ყველაზე ესეთი მარტივი და პაფსა არის რომ როგორც კი ადამიანი ჩდება, იქიდან არქეოლოგები არიან და მანამდე გეოლოგი. ხო. ყველა საქართველოში ეგეთია ყველაზე ესეთი სადაც ეს კარგად ჩანს რომელი ადგილი არის. ბევრი ადგილი გვაქვს საყვარელი ადგილი. პალეონტოლოგების, ანუ გეოლოგების ბევრი ადგილია, მაგრამ პალეონტოლოგიური ნაშთებისაც შეგიძლია ნახო, ძალიან ბევრი ადგილია რა. რაჭაში უამრავია, ნუ სათაფლიაც რო ავიღოთ ეხლა რა, ძალიან კარგად ჩანს და ეგეთი ადგილი ბევრგან არ არის. რაჭაში არის აი უამრავი რა, იმდენად ბევრია, რომ ადგილობრივებს რაღაც ლეგენდებიც აქვს მოფიქრებული რა, მაგალითად არის ესეთი ბელემნიტები, ესეთი ორგანიზმები იყვნენ, რომლებიც ესეთი არ შეიძლება შეხვედრიათ კიდევ თითის რაღაც წაწვეტებული ფორმა ესეთი გაქოვებულია, რომელიც ესეთი კონუსურია და წაწვეტებულია რა და ხა ადგილობრივმა არ იცოდნენ პალეონტოლოგი არავინ არ ყავდათ ეთყობა და ეშმაკის თითებს ეძახდნენ რა ამას რა, ნუ რაღაცა უცნაური ხდება, იმდენია რომ ყველა ამჩნევს და რაღაცა ესეთი დაარქვეს. ამას წინათ ნახე რომ სოციოლოგ ქსელში ვიღაცას ედო რომ სადაც რაჭაში იპოვეს ამონიტები, რის სპეციალისტიც მე ვარ, აი პალეონტოლოგიაში მე რის აღწერებიც გავაკეთე, არის ამონიტები, ესენი არიან თავფეხიანები, ტიპი ესეთი, ცეფალოპოდა ქვია ლათინურად და თავფეხიანი ორგანიზმები არიან, რომლებიც აი დინოზავრებთან ერთად წარმოიშვნენ და როცა გადაშენდნენ. ბევრად მნიშვნელოვანია პალეონტოლოგიისთვისაც და სტრატიგრაფიისთვისაც, ზოგადად გეოლოგიისთვისაც ვიდრე დინოზავრები, მაგრამ ნუ რაღაცა ესეთი ლოკოკინები არიან და ისეთი პოპულარული არ არის ხა სად ტირექსი და სად ლოკოკინა, ეხლა ბავშვს რომ ისწე, რომელიც ითამაშებს, რა თქმა უნდა ტირექსით და თორე ისე ბევრად მნიშვნელოვანია ძირითადად ეხაც ყავს და ხო აი ჰელიქს, ანუ ჩვეულებრივი ლოკოკინა წვიმის დროს რო გამოდის, ლათინურად ჰელიქსი ქვია მაგას რა და ეგ ერთ-ერთი წარმომადგენელია თანამედროვე. ან ნაუტილუსი არის კიდე ცნობილი წარმომადგენელი, დღესაც ცხოვრობენ ოკეანეებში.
ძალიან ლამაზი სადაფის ნიჟარა აქვს და დღესაც ცოცხლები არიან, დღესაც არსებობენ, ანუ არ გადაშენებულან, მაგრამ უკვე გადაშენების პირას არიან, იმიტომ რომ იმდენად ლამაზი ნიჟარები აქვს, რომ სადაც ეს ბინადრობს ადგილობრივები მოიპოვებენ და მერე ტურისტებზე ყიდიან და რაღაცებს აკეთებენ და ნელ-ნელა იმაშובה, რა ქვია. ამათი ასაკის დადგენა როგორ ხდება ხოლმე? ასაკის დადგენის ბევრი ფორმა არსებობს. არის ორი ძირითადი მიმართულება, ერთი არის, რომელსაც გეოლოგები დაადგენენ, ეს არის ფარდობითი ასაკი და ადგენენ რომელზე ძველია, ან რომელზე ახალს არ ვიძახით, ანუ გეოლოგიაში და პალეონტოლოგიაში ვიძახით ახალგაზრდა. ანუ რაღაც ეს ახალგაზრდა შრეებია, ესენი რომელშიც არის ნაპოვნი. ხო, რომელ შრეშიც პოულობ, იმის მიხედვით მერე და ეხა ამის მთელი პრინციპი რა არის, რომ არსებობს ანუ ევოლუციის შეუქცევადობის პრინციპი, ესეთი პრინციპი არსებობს, რომ რაღაცა სახეობა, რომელიც ევოლუციურად რაღაცა ტიპი რო ვითარდება, თუ ახალ სტადიაზე გადავიდა და სხვანაირი გახდა, ცოტა ისე რო ახსნა და სხვა სახეობები წარმოიშვა და უფრო ევოლუციის სხვა საფეხურზე გადავიდა, არავითარ შემთხვევაში უკან არ დაუბრუნდება ძველ ფორმას. შეიძლება გავდეს, მაგრამ ძველ არასოდეს არ დაუბრუნდება. ამიტომ კონკრეტულ შრეებში არსებობენ კონკრეტული ორგანიზმები, რომლებიც მხოლოდ ამ შრეებში გვხვდება, მის ზემოთ სხვანაირი, მის ქვემოთ სხვანაირი და ამის მიხედვით, ამის აღწერის მიხედვით, ამდენი წლების მანძილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ ორგანიზმებს და ბევრი ორგანიზმი შეიძლება იყოს, ამ ორგანიზმებს თუ ვიპოვით ამ შრეში, ესე იგი ეს ამაზე ახალგაზრდა, ან ამაზე ძველია. და მთელი გეოლოგიური შკალა არის გაკეთებული ეგრე, რომ აი ეს ქანები ამაზე ძველია, ეს ამაზე ახალგაზრდა, ეს ამაზე ამდენით მეტი. რამ აბსოლუტურ ასაკს ეს მილიონი წლები რაც გვაქვს, ეს უკვე ფიზიკოსების მეთოდია, გეოლოგების ამან დამოცანაა, რომ ქანი მიიტანო და ფიზიკოსებმა გითხრან რამდენი მილიონი წლის არის იზოტოპური მეთოდი არის იზოტოპური მეთოდია, რომელიც ზომავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს აქვს ნახევარდაშლის პერიოდი. და ამ ნახევარდაშლის პერიოდი თვლიან წარმოშობიდან რამდენი დრო გავიდა ამ ნივთიერების. თუმცა ასაკები იმდენად დიდია, რაღაცა ხო 200 მილიონი, 250 მილიონი, რომ ცნობილებები ძალიან დიდია. ამიტომ ერთ-ერთი სერიოზული კრიტიკა რაც არის გეოლოგების, არის ხოლმე მილიონი წელი იქით, მილიონი წელი აქეთ შეგეშალოს არა უშავს. ხო, არის ხოლმე რაღაცა, რომ აღმოაჩინეს რაღაცა, თქვათ, რაღაც ზვიგენის კბილი, რომელიც თურმე გვეუბნება, რომ 300 მილიონი კი არა, 500 მილიონი წლის. ხო, ამის მიზეზი არის ის, რომ რომელ ქანშიც იპოვეს ეს ნივთიერება მე რითიც ზომავენ, ამ ქანში ეს ელემენტი რა შესულია იმ დროს, როცა ჩამოყალიბ ეს ამ ქანების წარმოშობა მოხდა თუ მერე. ამიტომ მაგის განსაზღვრა ცოტა რთულია ხოლმე და აი რაღაცა ეს მაგი და გაკეთდა 1 წლის წინ და ეს ტელეფონი დავდე ამ წუთას. მაგრამ რომ მოხვედი და ნახე არიცი ეს ტელეფონი ეხლა როცა მაგი და გაკეთა მაშინ ვედადეს და იმის მერე დევს თუ მერე დადო ვიღაცამ და ამის განსაზღვრა ძნელია და შენ თუ ტელეფონის ასაკს საზღვრო სულ არ ნიშნავს. მაგრამ ზედაქანი რაც არის ჭერი იცი უკვე. ხო, მე მაგრამ ზედას თუ განსაზღვრავ იქაც შეიძლება და კიდე მინუსი ის არის, რომ შეიძლება რითიც ამის განსაზღვრა ხდება, ის ელემენტები საერთოდ არ იყოს რა, აი მაგ ტყუის მეთოდით ხდება ხოლმე და ის შეიძლება საერთოდ არ იყოს შემცველობა და საერთოდ ვერ განსაზღვრო რა, ამიტომ ამ წლებში, რომელიც მილიონობით წლებია, ძალიან რთულია რა და ამ ცნობილებებით შესაბამისად ამიტომ არის დიდი. თუმცა ძირითადად რასაც იყენებენ ხოლმე არის ეს ფარდობითი ასაკი, რომელიც ასაკების განსაზღვრაში ძალიან ბევრი სხვა მეთოდი არსებობს რა, არის სტრატიგრაფიული მეთოდებია, ლითოსტრატიგრაფიული, ეს არის ბიოსტრატიგრაფიული, ანუ ბიოთი რაც ხდება, არის მაგნეტოსტრატიგრაფიული, ტექტონოსტრატიგრაფიული, უამრავი მეთოდი. მე ესეთი რაღაც ამგაგებული პირამიდების და ეს ძველი ანტიკური რაღაც ნაგებობების ასაკსაც მაგითი ადგენენ, იქ რა ბიოლოგიურ მასალასაც პოულობენ ის მიხედვით. რაღაც ორგანიზმები არის, რომლებიც გამოდგება იმისთვის, რომ ასაკები განსაზღვრო, რაღაცები არის არ გამოდგება, აი ნაუტილუსი რო ვახსენე, არის მოყოლებული მთელი მეზოზოური დღემდე მოდის და ცხოვრობენ. და ეგ არ გამოგადგება, იმიტომ რომ გადაშენება თუ არსად არ არის და არსად არ ქრება, სადაც არ უნდა იპოვო, ჩათვალე რომ რამდენია მთელი 50 მილიონი წლის
ქვემოთ არ არის, მაგრამ 250 მილიონი წელი სადღაც შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას და არის ორგანიზმები, რომლებიც ძალიან მოკლე დროში ცხოვრობდნენ. სახეები და რაღაც ორგანიზმებიც, მაგრამ ძირითადად სახეები, აი მაგალითად ამონიტების ბევრი გვარები და სახეები ცხოვრობდნენ ძალიან მოკლე დროში. და თუ ამ მოკლე დროში რა ქანების დალექვაც მოხდა, ძალიან გეოლოგიაში თუ გადავიდე და გაუგებარი გახდა მითხარ, რა ქანების დალექვაც მოხდა, იმ ქანებში, მხოლოდ იმ ქანებში შეგხვდება. და თუ ამ ორგანიზმს დაუშვათ, აი კონკრეტული ამონიტის რომელიღაც სახეს იპოვი აქ, ესე იგი ეს ამასაკის ქანია. და ამასთან ერთად აუცილებელია რომ მოკლე დროში მოხდეს მათი წარმოშობა და გადაშენება და კონდეს გეოგრაფიულად დიდ არეალს მოიცავდეს. ეხლა მარტო საქართველოში თუ მოხდა, არაფერს არ გაძლევს რა, რომ გაცდები საქართველოს ვეღარ დაათარიღებ. და თუ მთელ დიდ ტერიტორიაზე მთელ სოფლიოში ხდებოდა მათი გავრცელება, მაგალითად არის ესეთი ამონიტები, კოლხიდიტები ქვია. და იმიტომ დაარქვეს კოლხიდიტი, რომ კოლხეთში იპოვეს პირველად და განსაზღვრეს პირველად და დაარქვეს და კოლუმბიაშიც არის არაჩვეულებრივი კოლექცია კოლხიდიტების. და თუ რაღაცა შრეებში იპოვი კოლხიდიტებს იქ და იპოვი საქართველოში, შეგიძლია თქვა, რომ ეს ერთ და იგივე დროს ხდებოდა ამ ქანების დალექვა. აი ეს არის სტრატიგრაფიის კარგი მაგალითი ალბათ. ისე რომ აუხსნა როგორ ხდება მათი დათარიღება. რამდენად აი დღეს რამდენად კარგი სურათი გვაქვს დედამიწაზე და დედამიწის ისტორიის, აი აქედან გამომდინარე, თუ კიდე ბევრია რაც არ ვიცით, თუ რაღაცა ძალიან წირია იდეაში იმასთან შედარებით, რაც იყო. იმიტომ რომ ანუ უსრულობის პრინციპი ქვია მაგას, უსრულობა უпроსტად, ანუ ჯერ წარმოიდგინე რამდენი ორგანიზმი ცხოვრობდა. ეს ორგანიზმები ცხოვრობდნენ სხვადასხვა პირობებში, ხო, ზოგი ცხოვრობს ნაპირთან ახლოს, ძირითადად ოკეანეებში, რაც ბინადრობს იმათი ნაშთებით შეიძლება რაღაცის თქმა, იმიტომ რომ ოკეანეებში და ზღვებში განამარხების პირობები ბევრად უკეთესია ვიდრე ხმელეთზე. ხო, ხმელეთზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, წვიმა მოქმედებს, გამოფიტვა მოქმედებს, ქარი მოქმედებს, უამრავი ცხოველი გაივლის შეჭამს, ძვალსაც თავისი კლიენტი გამოუჩნდება და დაშლა ბევრად უფრო ისე ხდება. ოკეანეებში ესე არ არის, იმიტომ რომ ოკეანეებში ფსკერზე არის შლამი, ხო, რაღაცა და იმაში თუ ჩაეფლო და კარგი პირობები, მე განამარხდება ჩვეულებრივად. ეს განამარხება ხდება ნიჟარის მაგალითზე რო ავიღოთ, აი ჩვეულებრივი ამონიტებით რო თავი არ შეგაწყინოთ, ჩვეულებრივი აი რაც თქვით ლოკოკინა რო აიღო ნიჟარა ჩვეულებრივი და რო დააგდო ფსკერზე, ზღვის ან ოკეანის, ხო? რა მოხდება, რომ რბილი სხეული უცბად რაღაცეები დაესევიან და ყველა თავის გემრიელ ლუკმას აიღებს, დარჩება მხოლოდ ნიჟარა. ხო, ეს ნიჟარა შიგნიდან შლამი შევა, წყალი შეიტანს და ამოივსება შლამით და შლამში ჩაიფლობა. შიგნიდან რაც შევიდა, ის მოგცემს შიგნით რაც არის იმის ანაბეჭდს, ხო, ანუ იმის კვალს და გარედან რაც შლამიც არის, გარეთას რა. ანუ კარგი სტუდენტებს ესე უხსნი ხოლმე იმას. ბავშვები პასკა ხო გაგიკეთები, ხო და შიგნით ხო მიწასო რო აიღებ, შიგნით რაც არის იმისა და გარედან რო დამარხო, იმას აიღებ. და ეს არის ის დამარხი, რასაც ვიღებთ. მე რაღაცა 250 მილიონი წელი თუ გავიდა, რა თქმა უნდა, ის ნიჟერაც დაიშლება, კი, ცოტა მკვრივია ვიდრე რბილი ორგანიზმი, მაგრამ ნუ იმასაც ვადა აქვს. მაგრამ ქვა გვაძლევს ზუსტკის გაქვავებული ნაწილი, გვაძლევს იმის ზუსტ ასლს რაც ნიჟარა იყო და ამითი ხო, ანუ ხვდები რომ ნიჟარაშია ნამყოფი. ხო, და ეს ნიჟარები მე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, ზოგი ესეთი მახასიათებელი აქვს, პროპორციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, განიუკვეთი როგორია, ზემოდან რა ელემენტები აქვს და ამითი გამოყოფს სხვადასხვა სახეობებს. და მე იცი ეს სახეობა ამ პერიოდში ცხოვრობდა, ეს ამ პერიოდში, ეს ამ პერიოდში და ამითი გაქვს ეს მთელი შკალა. მაგრამ თვითონ რო წარმოიდგინო პირველად და თავიდან როგორ დაიწყო, ძალიან რთულია, იმიტომ რომ თავიდან ვიღაცამ ვიღაც ადამიანმა პირველმა რო იპოვა ეს ნიჟარა, იპოვა და წარმოიდგინე დედამიწაზე არავინ არაფერი არ იცის პალეონტოლოგიას და ერთი შრეში იცის რომ ეს არის. ისიც არ იცის სხვაგან არის ესეთი ყველა შრეში შეხვდება თუ არა და მეერე ნელ-ნელა კვლევით უკვე მიხვდნენ რომ აი ამ შრეში რაც ხდება სხვაგან არ ხდება, ესე იგი ეს ამის სახასაღებელია, სადღაც თუ ხდება ეს სხვისი და ესე ნელ-ნელა შედგა მთელი ეს სისტემა და ძველ დროში როგორ იყო, იცი ამის აღწერა როგორ ხდებოდა, ჯერ უნდა აღწერო ეს ნიმუში, რომ მე შეადარო სხვებს რა, ნუ შენ კი იპოვე, მაგრამ აბა ვინმე სადმე ხო არ იპოვა კიდე. ადრე ხდებოდა რომ ნუ ფოტოგრაფია რო არ იყო, მხატვრები ხატავდნენ ნიჟარას. და ამ ნიჟარას ხო ყველგან ვერ ატარებ და მე კატალოგები იყო და ვინმეს თუ აინტერესებდა ამ კატალოგებით ადარებდნენ ერთმანეთს.
ნუ მე ფოტოგრაფია შემოვიდა და მაგრამ აი ჩემ დროსაც მეც მოვესწარი იმას რომ თვითონ ნიჟარას რაღაცნაირად და მაშინ ფოტოაპარატები ცოტა სხვა სისტემა იმенно გაგემჟღავნებინა და თელი ამბავი იყო და რაღაც მაგნიუმის იმით აფრქვევდი ზემოდან რომ კარგად გამოჩენილი იყო და მე ტაბულებს აკეთებდი ფოტოებით. ნუ ეხლა ბევრად მარტივია, იმიტომ რომ უკვე ალბათ რაღაც ძალიან მალე ისიც შემოვა რომ ხელოვნურ ინტელექტში ნახავს ყველგან სადაც რა სტატიაა გამოქვეყნებული იმ ფოტოებს და შენ რო რამეს ანახებს ეხლა დღესაც მიყვებოდი რომ რაღაცა კომპიუტერის უკანა ნაწილი ვანახე სადრა შევაერთო გითხრა ისიც გეტყვის რომ უი ეს ძალიან გავს ამას რა თუმცა მანამდე სასცილო რაღაცებიც ხდებოდა ერთ-ერთი ნიჟარა ვერ პოულობდნენ ანუ ეს სახელმწიფო ნამარხი რაც არის პირველი რაც იპოვეს იმის ანალოგს ვერ პოულობდნენ რა არაფერს არ გავდა და მე აღმოჩნდა რომ ორიგინალი მე იპოვეს ორიგინალი სადაც მუზეუმში და მიხვდნენ რომ ეს ნიჟარას ზედანაწილი არ ქონდა და მოტეხილი იყო და ისი აღწერა მკვლევარმა რომ მხატვარმა თავისი ფანტაზიით მიამრგვალა რა ხო ანუ არ მოეწონა ეს მოტეხილი ნაწილი და მიამრგვალა და ბუნებაში ის რომ გაიზარდა ეგრე არ მგვალდება სხვანაირად განვითარდა და ამიტომ არც ერთთან არ დარდებოდა და მე მიხვდნენ რომ ესეთი ამბავი იყო და შენ რაც თქვი რომ სრულიად ანუ ბევრი მასალაა თუ არა იმიტომ რომ წარმოიდგინეს ნიჟარა რამდენი ჩავარდება ჯერ ფსკერამდე მე რამდენს სხვა რაღაცა მოინელებს და არ განამარხდება მე რაც განამარხდება არ მოხდება მისი გაქვავება მე რაც გაქვავდება იმის რამდენად მცირე ნაწილს პოულობთ ჩვენ ხო ანუ გეოლოგი მიადგება რაღაცა ერთ პატარა ჭრილს რომელიც აი სადღაც სახს აშენებენ და საძირკველი ამოთხარეს და გამოჩნდა შრეები და აი პატარა ნაწილს ადგები და არა და ეს შრეები მიდის მთელი ქალაქის და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მაგის საშუალება რო იყოს რომ მიიყვედა ყველაფერი აყარო და ხალხი გადაასახლო და გეოლოგიას შეწირო მთელი ქვეყანა კი გამოჩნდება ძალიან ბევრი მაგრამ ნუ იმდენად წირი ნაწილს პოულობ რომ აი ძალიან არასრული არის რა შეიძლება გეგონოს რომ აი მხოლოდ ამ პერიოდში ცხოვრობდნენ ეს ორგანიზმები და სადღაც ნამარხი იყოს რომ უი თურმე სხვაგანაც გადადიან და ამ დროს კი არ გადაშენდნენ ცოტა გვიან გადაშენდნენ და მაგრამ სამწუხაროდ ნუ რაც გვაქვს ეგ არის რა აი ხა სათაფლია რო აიღო და ნაკვალებს ხო ყოფილ ხარ სათაფლიაში ხო გადაღებაზე ვიყავით ხო ერთად არ ვიყავით და ნაკვალებს რომ მიყვე ეხლა ეგ ნაკვალებს რომ მიყვე და ის ფენა რომელზეც ნაკვალები მიდის ანუ მაშინ რაც საუბრობთ ზღვის სანაპირო ზოლი იყო რომ მიყვე ზღვის სანაპირო ზოლი ხო ვერ იქნებოდა რაც სათაფლიაში ის მუზეუმი თელ ტერიტორიაზე რო გაყვე ყველგან იპოვი რა ეხლა დინოზავრები ერთად გილოს ხო არ კეპნიდნენ დადიოდნენ ხო და უბრალოდ ეხლა იქ სახლებია რაღაცები აშენებული ბოლო მთებია და იმას ვინ მოჭრის ეხლა მაგის გულისთვის ხო კიდე ერთი ნაკვალები ვიპოვოთ ხო რაღაცა მე ტექნოლოგიებს უნდა დაველოდოთ ხო რამე ისეთი გამოიგონონ რომ იცი ძალიან სკანერი რაღაცა ხო და აი ძალიან რთულია რა ეგ სკანერები მახსოვს რომ პირველად გავიგე რომ აი არქეოლოგები იყენებდნენ რაღაც მსგავს ალბათ ტექნოლოგიურად მიახლოებულ სკანერებს რომ აი რაღაც პირამიდებში რომ ვერ შედიან ან გზები უნდათ რომ იპოვონ რაღაც სკანერებს იპოვიან, მაგრამ რაღაცის მერე ვერ შვება ეს სკანერი რა. ხო, ან რაღაც სისქის მერე, თუ კედელი არის, რაღაც ძალიან სქელი, იქით ვეღარ ხედავს და ხო, არ ვიცი რა ტექნოლოგია. შემდეგი საფეხური ეგ იქნება ალბათ, ხო? ალბათ ეგ არის. ეხლა ალბათ ესეთი დიდი აღმოჩენა, კაი ხანი არ ყოფილა, ხო, რაღაც ესეთი რომ. იცი რა, სულ რაღაცა ესეთი რომ რაღაც გადაატრიალოს პალეონტოლოგია, როგორც ეხლა მაგალითად მე მიყვარს რაღაც სამეცნიერო პოდკასტები, განსაკუთრებით კოსმოსს უყურებ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა გაურკვეველია ჩემთვის და მაინტერესებს. უცბად მაგალითად აი ალბათ ყველაზე პოპულარული თემა არის პოდკასტებში სოფლიოში ალბათ ხო იმიტომ რომ ამასინათ იყო ერთი რომ დიდი აფეთქება არ ყოფილა და ყველა უკვე თანხდება ამაზე და ეგ ხილ გადატრიალებაა რომ საოცრება ეგ იგივეა ეხა უცოდ ვიღაცამ რო თქვას რომ იცი რა დინოზავრების დროს ადამიანებიც იყვნენ და აი რა ვახ და გაგიჟდება ყველა და ყველაფერი უნდა გადაკეთდეს მაგრამ ნუ არ არის პალეონტოლოგიაში ესეთი გადატრიალება იქ ხანდახან არის რომ რაღაცა საზღვარი იცვლება რომ აი ამ დროს კი არა ამ დროს მოხდა და ყოველ წელს ამას რაღაც კორექტირებას უკეთებენ მაგრამ ესეთი ძირეული არც ევოლუციაში მაინც დარვინი ჯერჯერობით ის არის რა შეუცვლელია რა ხო აუ რაღაცა ის რაღაც MRI-ს რო აკეთებენ თუ რა ქვია შრეებად რო რაღაც ეგეთი მასიური რაღაც ეგეთი ესაჯერო. იმდენად დიდ მასასთან გვაქვს საქმე დედამიწასთან, რომ აი მაგის გაკეთება როგორ მასკისნაირი ტიპი უნდა რომ ხო რაღაც მთვარიდან შეხედა. ეგ კი არა, იმის ჭრილში, დედამიწის ჭრილშიც ძალიან ბევრი უცნობი გვაქვს რა.
აი ყველაზე ღრმა ჭაბურხილი რაც რეალურად აი მან თქო რა რეალურად რასაც ნახულობ შენი თვალით მაგაზე შეგიძლია თქვა 100% რომ ნუ ესია რა აი აგერ ვნახეთ ერთად და ეგ არის ერთადერთი რაც არის 12 კილომეტრია ყველაზე ღრმა ჭაბურხილი სადაც გაუკეთებენ მაგის ქვემოთ არ ჩასვან დანარჩენი ქვემოთ რაც ინფორმაცია გვაქვს ყველაფერი არის ტალღების მეშვეობით რომელსაც იღებენ რა ეგეც გეოფიზიკოსები აკეთებენ რაღაც პერიოდი მუშაობდი ავტობ კომპანიაში და აგეგმოს ვაკეთებდი და ძალიან საინტერესო მეთოდია ეგეც ანუ რაღაც გააჩნია რა ქანებს გადიან რაღაც სიღრმეზე ბურღავენ პატარაზე ჯერ 12 მეტრი 6 მეტრი გააჩნია რა ქანებია ზოგადად შეიძლება ღრმაც იყოს მუხტწდებენ და აფეთქებენ და სპეციალური მანქანაა რომელიც ამ ტალღებს აღიქვავს და ეს ტალღა რო ჩადის უკან ბრუნდება მერე და აი ამ ტალღებს სხვადასხვა ტიპის ქანებში სხვადასხვა სისწრაფით და სხვადასხვანაირად გადის ეს ტალღებს და ეს სურათი სიხშირეს გიბრუნებს ხო და ეს სურათი მერე იმაზე ეკრანზე და ფურცელზე შეგიძლია ნახო ეს გამოსახულებები და კარგად ჩანს ეს ზოლები რომ აი რაღაც აქ ეს ქანებია მერე შრეები მოდის მერე ესეთ წყება ქვია რაღაც ბევრი შრეები ერთად რო არის თუმცა მარტო ამას ვერ ენდობი და აი რაც გითხარ ჩვეულებრივ სტრატიგრაფიულ აღწერას აკეთებ ზემოთ რაც ჩანს და მე იმას ადარებ რა აქ თუ იცი რომ ქანები ესეთი კუთხით არის დახრილი ქვემოთ თუ ნახე რომ რაღაცა მსგავსია ესე იგი ამას აერთებ და მითი აკეთებ მე რაღაცა დასკვნებს და მე ეძებ იმ ადგილს სადაც შეიძლება რომ ნავთობი იყოს ეს ტექნოლოგია იმიტომ არსებობს მანდ რომ პალეონტოლოგიისგან განსხვავებით ნავთობში ძალიან ბევრი ფულია ფულს ეძებდნენ იქ რა ხო და იქ ღირს რა ამ ინვესტიციის ჩადება ის 12 კილომეტრიანი ნავთობისთვის არის თუ არა ეგ რაღაც საბჭოთა კავშირის დროს ხო იცი რაღაც გრანდიოზული პროექტები უყვარდათ ხოლმე და საბჭოთა კავშირის დროს გააკეთეს კომუნისტების დროს გააკეთა და მაშინ დაფინანსებები ესე კომერციაზე მაინც და მაინც აუ კი აღარ მახსოვს სად არის გაკეთებული რაღაცა არ მახსოვს უბრალოდ სამეცნიერო მიზნებით არის ხო სამეცნიერო მიზნებით იყო და მე რაღაცა გაჩერდნენ რა კიდე აპირებდნენ არა ნუ რაღაც დონემდე ხო ჩავიდნენ და კოლოსალური შრომაა წარმოიდგინეთ ბურღვა ხო როგორი რაღაცა ჩადის ხო ეს კერნი ქვია ამას აი ეს მრგვალი იმით რაც ამოდის სადაც დიამეტრი რამდენია ნუ აი დაახლოებით ესეთი ტიპი არის გაჩნილი ხო და ეს წარმოიდგინეთ ნუ ამოიღო მე ახალი ის ჩადო კიდე ამოიღო და აი ესე ჩადიან 12 კილომეტრზე და ნუ ძალიან ძვირი ამბავია რა ნავთობ კომპანიები სანამ დაიწყებენ ბურღვას მანამდე ხარჯება ძალიან ბევრი ფული კვლევაზე, იმიტომ რომ მე თავიდან მე არ გაცნობერული ვარ იყო, მიკვირდა რომ მეთქი აი ამდენ რამეს რატო ვაკეთებთ, არჩევ და მე აღმოჩნდა რომ ერთი რამოდენიმე მეტრის გაბურღვა იმდენი ჯდება, რომ ჯობია რომ თავიდან რისკი ნაკლები კონდეს და რაღაც დიდი პროცენტით მაინც დარწმუნებული იყო, რომ სწორად ბურღავ, რომ მე რაღაცა ისე არ მოხდეს, რომ იცი არაფერი არ არის და ბოდიში. ეს ბოდიში რამოდენიმე მილიონი იღირს რა. ეხა ამ სტრატიგრაფიის ცოდნა ალბათ უფრო მეტად რა. დღესაც პრაქტიკული გამოყენება აქვს რამე? ძალიან დიდი, აი სტრატიგრაფია არის, რომ მაგალითად იგივე ნავთობში რომ ბურღავენ და ჩადიან, უნდა იცოდნენ რომელ ქანებში არიან. ხო. და ეხა აი როცა ამხელა დიამეტრის რაღაცა კერნი ამოგაქ იქიდან და ამხელა დიამეტრში უნდა იყოს, ძალიან პატარა შანსია რომ ამხელა დიამეტრში დინოზავრის რაღაც ნაშთი მოხდეს, რომ განსაზღვრო რა ასაკი. ან თუნდაც იგივე ამონიტირო რაღაც ნიჟარა მოხდეს, ძალიან პატარა შანსია. ამიტომ აქ ძირითადად იყენებენ ხოლმე მიკროფაუნას, ანუ მიკროორგანიზმები, რომლებიც მაშინ ცხოვრობდნენ რა და იმათ რაღაცა ბევრნაირი სხვა მიკროორგანიზმები არიან, მე რომელზეც მუშაობდი, რაღაც 1 წელი ეგ მქონდა თემად. მაშინ უნდა წავსულიყავი, საქართველოში არ იყო მაგის კვლევა. ჰოლანდიელებთან ერთად უნდა გამეკეთებინა და მე გრანტი ვერ ავიღე და მე შევიცვალე 1 წელი გავაცდინე. ამიტომ დინოფლაგელატები ქვიათ, ესეთი ორგანიზმები არიან, რომლებიც პატარა მიკროორგანიზმები, მაგრამ ისინი გარსი აქვთ მკვრივი და რა სპეციალური მეთოდით ხდება ამ ქანის დამუშავება ქიმიური მეთოდით, რომ ეს არ დაიშალოს ეს გარსი და დანარჩენი მოშორდეს და მე მიკროსკოპში მე ნახო და განსაზღვრდა. ნუ როცა მიკროორგანიზმებია და დაუშვათ სადღაც ფსკერზე ეს მიკროორგანიზმები ხო მილიონი ძალიან დიდი რაოდენობით არის, რომ კვდება და იძირება და ჩადის ქვემოთ და ილექება. ამ ქანებში ყველა ვარიანტში შეგხვდება რა ამ პატარა იმაშიც კი ხო ბევრად მეტი პროცენტია და ამიტომ მან ძირითადად ამას იყენებენ ხოლმე რა და რომ ხვდებიან რომელ ქანებში გადიან და ეს საბადოებიც გააჩნია რას ეძებენ სხვადასხვა პერიოდებთან არის დაკავშირებული ხო სხვა პერიოდებში სხვა საბადოები წარმოიშვა და თუ იციან რომ იმ ქანებში ჩადიან იმ ასაკის უკვე იციან რომ უახლოვდებიან იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება იყოს რომ რაღაც ასაკებს გადიხარ ეხა უნდა უწევდეს წესით ის ასაკი სადაც რაღაცა წიაღირსეულია და
საერთოდ ამოვარდნილია ეგ ასაკები არ არის, იმიტომ რომ მაგ დროს ზღვა აღარ იყო, ამოვიდა და ხმელეთი იყო და დალექვა არ მოხდა. და შესაბამისად თუ გაცდი მაგას უკვე უნდა გაჩერდე და აღარ გააგრძელო რა ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო რა. ყველაზე საინტერესო არსება რომელი იყო იმ ეპოქიდან? ალბათ მეც როგორც ბავშვობიდან ესეთი შთაბეჭდილებით დინოზავრები ალბათ რა, იმიტომ რომ ყველაზე დიდები, ხელშესახები და მრავალფეროვანი თან ძალიან მრავალფეროვანი რა ეს მეზოზოური პერიოდი მთლიანად მეზოზოურის დასაწყისში წარმოიშვნენ და მეზოზოურის ბოლოს გადაშენდნენ და იმდენად მრავალფეროვნებას და გიგანტურ ზომებს მიაღწიეს რომ ალბათ შოუ ბიზნესმაც თავის იქნა და ეს გაუკეთა რა პოპულარიზაცია. თუმცა რაღაცა ცოტა უფრო მაგრამ შეიძლება რაღაცა ამხელა იყოს რომ მასაც ეთვისებები ქონდა რა. ხო, მაგრამ არ გაინტერესებს ადამიანს ესე რა თუ ეხლა პალეონტოლოგი ჩემთვის ამონიტები, იმიტომ რომ ამაში მაქვს ყველაზე მეტი ენერგია დახარჯული და ხო, არა, შენი გადმოსახედა მიზახ, შენთვის რომელია რა. ხო, ჩემთვის როგორც პალეონტოლოგისთვის და სტატიგრაფისტვის ამონიტები, იმიტომ რომ ერთ-ერთი კი არა და ალბათ ყველაზე ისეთი საყრდენია ბიოსტატიგრაფიაში ამონიტებით დათარიღებული არის ყველაზე მთავარი ხოლმე რა, მე დამხმარე ის არის ხა სხვა ორგანიზმებს ვინც სწავლობენ ისინი არ დამეთანხმებიან, მაგრამ ნუ რა თქმა მე ვარ აქ მე. ხოჭი, ყველა იმაში რომ უნივერსიტეტში რომ აბარებ და პირველ კურსზე ყველა რო გეუბნება რომ მისი საგანი ყველაზე მნიშვნელოვანია და ახლობთ ესეთი ამბავი არის და ჩემთვის ალბათ ამონიტები რა და ისე რო შევხედოთ, ნუ ყველაზე ესეთი შესახედი დინოზავრები რა. ხო. თანაც ესეთი ბრონტოზავრი რომელი იყო ყველაზე დიდი? არგენტინოზავრი ხო, რაღაცა ეგეთი ხო, რომელიც იქარი ნაპოვნი, ზომით ყველაზე დიდი იყო, მაგრამ ნუ ყველაზე განვითარებული ალბათ მაინც ტირექსი იყო, იმიტომ რომ ნუ ნადირობა უკვე შემდეგი ეტაპი იყო. არგენტინოზავრი მე მგონი ბალახის ჭამელია, იმიტომაც იზრდება ამხელა. და ისეთი განვითარებული რომ ნადირობა სხვა სკილები ჭირდება რა, ტვინის უფრო განვითარება. პატარა ხელები რო ქონდა, უცნაური არის რაღაც. დიდი პირი როცა გაკეთებათ არ გჭირდება. რამეში იყენებდნენ ეტაბაკ ხელებს? ხო, აი ეგ არის კიდე საინტერესო, რომ ძალიან ძნელია განსაზღვრო როგორ ცხოვრობდნენ, როგორი ცხოვრების წესი ქონათ, როგორ ნადირობდნენ, რა შეგნი, იმიტომ რომ ეხლა თანამედროვე ცხოვრებაში ადვილია რა, როცა უყურებ, აი ხა ლომს ხედავ, რომ აი რაღაც ტერიტორია აქვს თავისი, იმ ტერიტორიის იქით არ გადიან, ჯგუფურად ნადირობენ, რა ბევრ რაღაცას გაიგებ. ხო, აი Netflix-ზე იყო რაღაც დოკუმენტური, რა ქვია, რო უყურებდით? რაღაც ერთ-ერთი დინოზავრი იყო და როგორ ნადირობდა და იმის ტაქტიკები იყო. ბევრი დაშვება არის რა, იმიტომ რომ ამის კვალი არა გაქვს რა, ის კი დინოზავრს უბრალოდ რო იპოვიან სადღაც რაღაცა ნამარხს, საოცარი მოვლენა არის ამისი რა და ეხლა ბევრი ერთად იპოვო, განლაგება როგორ ქონდათ, რაღაცა წრეკი, რაღაც თეორიებს დაუშვებ, მაგრამ ესე დაზუსტებით ვერ იტყვი რა და მან ეგ ყველაზე კარგად შემონახულია ესეთი საოცრება რაც იყო, ეს იყო მამონტი როცა იპოვეს, ციმბირში იპოვეს თუ არ ვცდები, ყინულში იმდენად კარგად შენახული, რომ კანიც, ბეწვიც და ის კი არა მუცელში ჩარჩენილი ქონდა, რას ჭამდა იმის, მაგრამ ნუ მამონტები ეხლა იყო რა, დინოზავრებს ვერ შევადარებთ და ეგეც იმიტომ რომ ხო და ეხლა იყოს მაგიტო ვიძახი ხო ადამიანების დროს ხო და ანუ მოუწიათ ერთად რა და ეს არის რა ქვია ერთადერთი რაც გაუმართლა twins მე ამას სწავლობდა იყო ის რომ ნაპრალები არის როცა მყინვარზე გადადიხარ ნაპრალებია და იმ ნაპრალში ჩავარდა და მე ყინულით დაიფარა და ყინულში რაღაც მაცივარში იდეალურად შეინახა თორე მაგის ნაშჩაც ესე ვერ იპოვი და როცა ალბათ რამდენი ეგეთი ანტარქტიდაზე ხო ალბათ დინოზავრიც იყოს ეგეთი შეიძლება მაგდენ ხანში ალბათ ვერ გაჩერდებოდა მაგრამ იმიტომ რომ მაგის მერე ძალიან ბევრი გამყინვარება და მარტო მეოთხეულში აი რაც მეოთხეული პერიოდი არის ბოლო პერიოდი რა იყო 4 დიდი გამყინვარება რა მარტო ეს კარგად რაც ჩანს რა რაღაცა გონცური მინდელური ვიურმული და რისული ესე ქვია ამ გამყინვარებებს ასე რომ ეს გამყინვარება ისეთი კატასტროფა ხანდახან რო ხატავენ ხოლმე რომ დავიღუპეთ გამყინვარება დედამიწის ისტორიის მანძილზე უამრავი გამყინვარება იყო ერთადერთი რაც არის რომ ამ ხელა მოსახლეობა ადამიანების არ იყო სხვა ორგანიზმებს რაც დაემართათ სხვადასხვა გადაშენების დროს კი ვიცით მაგრამ იმედია რომ ადამიანი რაღაცა ხო ეს ჩვენთვის არის თორე დედამიწისთვის არაფერი ხო ისტორიულ მანძილზე ეგ ანუ ძალიან ორგანიზმ ევოლუციის მთელი მუღამი რაც არის რომ ის ორგანიზმები გადარჩებიან რომლებიც ძლიერები კი არ არიან კარგად ადაპტირდებიან ან შეიძლება ძლიერი არ იყოს მაგრამ ადაპტირება შეეძლოს კარგად და
ამასთანავე რაღაც ნიუსი იყო, რომელმაც ძალიან დამაფიქრა, რომ აი სერიოზული პრობლემაა, რომ ატომური ენერგიას როცა იყენებს ადამიანი, რა ეშველება ამ ნარჩენებს და რადიაციას, ხო, ვერაფერს ვერ უშველით და ეს მოსპობს ყველაფერს დედამიწაზე და რაღაცა ის რომ მოხდეს და ამასთანავე იყო რაღაც სტატია იყო, რომელსაც ვკითხულობდი ჩერნობილში, ეს რაღაც გუმბათი ხო აქ გაკეთებული, და სადაც ნუ რადიაციის დონე მაღალია, ჩერნობილში დაფიქსირდა სოკოების ახალი სახეობა, რომელიც იკვებება ამ რადიაციით. ხო, ეგ მეც ვნახე. ხო, და აი ანუ წარმოიდგინე, ანუ ბუნება იმ წუთში აბალანსებს, რომ არ ვიცი ხა მანამდე ეს სოკოები ეგრე ღრმად ვეღარ ჩაუღრმავდი სოკოებს. ხო, მეცაც თოვლი ვნახე. ეს სოკოები როგორ ადაპტირდნენ, რომ საკვებად გაიჩინეს ის, რაც რეალურად ყველაფერს კლავს რა, ამიტომ დედამიწას ეშველება, მაგრამ აი ხო, იმიტომ ერთ დროს ჟანგბადიც ხო ეგრე იყო, დახოცა ჟანგბადის რაღაცა მანამდე არსებები რაც იყვნენ, ხო, მე ესე ვიცი, რომ ჟანგბადმა რომ მოიმატა, ვიღაცისთვის შხამი იყო ჟანგბადი. ხო, ანუ თუ ეგ როგორ არის, როცა ნებისმიერ რაღაცაში ეგრეა, რაღაცა პირობები თუ დიდი ხანი გრძელდება, ეს ორგანიზმები მერე იმდენად სპეციფიურად ამ პირობებისთვის ხდებიან მორგებულები, რომ მერე თუ რაღაც კოლაფსი მოხდა და უცბად შეიცვალა, გადაწყობა, ანუ ევოლუციას ბევრი დრო ჭირდება და ამ გადაწყობას ვეღარ ახერხებს და ნუ უმეტესობა იღუპება, მაგრამ რაც გადარჩება. ხო, მაგრამ სოკოები ხო რაღაცა ისეთი. ეგ ცალკე ის არის მისტიკა არის კიდე ხო. როგორც როფეხა არის ალბათ ცხოველებში. ხო, აი როფეხა ხო რაღაცა მოუცნობი მოვლენა, რატო უნდა იყოს ესეთი ორგანიზმი, ესეთი ფორმით, ესე ადაპტირდა ყველაფერთან და ამ ესეთი განვითარებული ინტელექტი აქვს, რაღაცა არ ჯდება წესით რა და სოკოებიც ხო თავიდან ხო სოკოს ძალიან ძველია, ხო? ძალიან და იმ სამეფოებში შედიან რა, იმ ერთ-ერთი ცალკე ის არის, არაფერში არ შედის, თავიანთი ის აქვს რა სოკო. ანუ ცხოველსა და მცენარეს შორის არის ალბათ. ხო და არ არის, აი თავიდან ხო ეგეთი წარმოდგენა არის, რომ ეგრე არა, ცალკე არის, რომელიც არც სამას ეკუთვნის და არც ცალკე არის. ხო, ის არ ვიცი, ამდენად ნამდვილი არის იაპონიის მეტროების მაგალითი რომ მოყავთ ხოლმე, გაგებული გაქვს ეგა? არ ვიცი. მოგეთ როგორ იყო იცი რაღაცა ტოკიო არის მე მგონი რა და მოკლედ იგივე რაღაც ისმის ეს ტოკიოს ნახაზი თუ რაღაცა და სოკო როგორ გაიდგავდა ფესვებს რა სოკოები როგორ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და ტოკიოს მეტრო ითვლება არა ტოკიოს მეტრო ითვლება რომ ძალიან ისეთი ზუსტად გაკეთებული და ისე რომ იდეალურად არის სქემა მეტროსი არის იდეალური რა რომ ზუსტად მიდის იმ დრო ანუ იმ ყველაზე უმოკლეს მანძილს გადის და მოკლედ დაგეგმარება არის მეტროსი ძალიან მაგარი ითვლება რომ მაგალითად სოკოებმა ზუსტად იგივე პრინციპი გამოიყენეს რაღაცა იმაში რა ეს აპოკალიფტური ანუ ადამიანმა რომ გააკეთა და დიდი ინტელექტი ჩაიდო სოკოებმაც იგივე გააკეთა რა თვითონ სოკოც რაღაცანაირად ფიქრობს და აპოკალიფტური ეს აპოკალიფსი რო ხდება და პოსტაპოკალიფტური ფილმები ყველა ხო მაგაზი არის ძირითადად ეს ზომბები რო სოკოდან მოდის რა ხო ეგ ერთ-ერთი ის არის რომ არსებობს ეგეთი ხო ალბათ ბევრ დოკუმენტურში არის რომ არსებობს რომელიღაც სოკო რომელიც შედის ჭიანჭველაში რომელსაც აზომბებს და იმას როგორც უნდა ისე ამოშება ის ჭიანჭველა ადის სცენარიზე მაღლა მზე ჭირდება იმას თუ რაღაცა და რომ იქ სკრება თუ რაღაცა დაზომბებული ჭიანჭველა და ალბათ თანამედროვე ესეთი ფილმები თუ გინდა მე რასაც დავაკვირდი თუ გინდა რომ კარგი ფანტასტიკა გამოვიდეს ფენტეზი არა ფენტეზი არა ფანტასტიკა გამოვიდეს ძირითადად ეყრდნობა ხოლმე რაღაც თეორიებს რა რომელსაც ნუ არსებობის საფუძველი აქვს და მე უფრო მაგარი გამოდის იმიტომ რომ იმაზე ბევრი მეცნიერს ნაფიქრი აქვს და სცენარისტი ესე უცებ ვერ მოიფიქრებს და მე უბრალოდ იმას ხვეწავენ ხოლმე რა ხო ეს როფეხაზე არ არის მე მგონი არც არაფერი ისა ხო არც ერთ ფანტასტიკაში არის უფრო ფენტეზიშია ხოლმე რა აი კარიბის ზღვის მეკობრეში დიდი როფეხა მოვა და კრაკენი და რაღაცა ესენი არის ხო, ცოტა ხნის წინ ნახე ნიუსი მე კაცებისთვის მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა 2008 წლის ამბავი არის. რაღაც აკვარიუმში ყავდათ როფეხა. და ამ როფეხამ გაქცევა უნდოდა რა და დაამუღამა დენისის სად იყო ბლოკი. და ამოდიოდა და წყალს ასხავდა იმ ბლოკს და აფუჭებდა. წყლის წყლის გატყორცნის უნარიც აქვს და თავიდან ვერ ხვდებოდნენ ის ლაბორატორიის თანამშრომლები რაღაც იწვებოდა. და მე კამერები დააყენეს და ნახეს რომ ეს ამოდის და რაღაცა ასხავს იმ ბლოკს რომ გადაწვას დენი. გაქცევა უნდა თუ რაღაცა რა. ეგ მოიგონა რომ იქ რაღაცა ხდებოდა. რა დროში როგორ ავართ? 25 წუთი. კაი შევისვენოთ. სოკარის შეკითხვა. შევისვენე და აივსე ენერგიით. როგორ ისვენებ და ივსები ენერგიით შე.
პარაპლანით ფრენა, ხილამურები. აქტიური დასვენება მიყვარს რა. აქტიური დასვენება რაღაც სპორტული ან ტურისტული მოძრაობა მიყვარს. არ მიყვარს წამოწოლა და არაფრის კეთება. ეგ ხანდახან სახში მიყვარს, მაგრამ ესე როცა დასასვენებლად თუ აი ხა მაგალითად აფხული მოვიდა და სად დავისვენა და რაღაცებს გეგმა რომ აი წავალ რაღაც ხო არ გავაკეთოთ ცოტა ჰაიკინგი, მე რაღაცადღაც ქალაქგარეთ წავიდეთ და რაღაცი დავკეთ, ან რაღაცას თუ ვაკეთებ, ჩემთვის დასვენება არის რა და თუ წამოწოლილი ვარ და არაფერს არ ვაკეთებ, 1000 დებილობაზე ვფიქრობ და უფრო ვიღლები და უფრო საქმეზე ვფიქრობ და მე ამოვა მისგან ხო უნდა დასვენება ხო არის იდეაში რომ რასაც აკეთებ იმისგან გადაერთხო ხო ტვინი მოწყლესია ხო ხოთორე საერთოდ ვერ გათიშავ სამწუხაროდ თორე რაღაც აქ რო კონდეს გამოსართავი ალბათ კარგი იქნებოდა და მაგრამ მე რო არ ჩაირთოს ცუდია და ამიტომ გადართვა მიყვარს ხოლმე აი ესეთ რაღაცას და თუ რაც უფრო აქტიური ამბავია ტვინი მით უფრო ერთვება იმიტომ რომ კონცენტრირება მეტი გინდა რა მახსოვს რაღაც ბევრი საქმე ქონდა და მე ცოტა განვიტვირთო და ჩოგბურთს თამაშობდა მიყვარს რა და ჩოგბურთს თამაში გავააქტიურე და მე მივხვდი რომ ჩოგბურთის თამაში რაღაც მექანიკურში გადავიდა და რაღაც მომენტში მაინც ვფიქრობ რა და მე ვიპოვე რომ სრიალს გადაა ყველაზე მაგრა ტვინი და იმიტომ რომ იქაც ცდილობს რომ გადაიტანოს ტვინმა, მაგრამ ტვინი როგორც კი გადაიტანს ფიქრზე, კოორდინაცია გერღვევა და ეცემი და რომ ეცემი გტკივა და ტვინს ეგ არ მოწონს და რო არ გეტკინოს, აღარ გაფიქრებს იმაზე და ხო, არ გცალია მაგის. ხო, იმიტომ რომ როგორც კი გაერთვებ, მე ტვინის სხვა რაღაცით არის დაკავებული და ესეთი მოუფიქრე. ფრენის დროს არა. ფრენის დროს იმდენად მობილიზებული ხარ რომ არა, იმიტომ რომ იქ ადრენალინი ძალიან მაღალია რა. ფრენის დროს უფრო არის ადრენალინი? მობილიზება ბევრად მეტია. სნოუბორდის დროს მობილიზება შეიძლება რაღაც მოდუნდე. მაინც თოვლი არ ბილია და იცი რომ ბევრი შანსი გაქვს აქცევის მერე ადგომის და იქიდან ზუსტად ხვდება ტვინი რომ აქ თუ რაღაცა ისე არ ქენი და ისე მოგივი და შეცდომის დაშვების უფლება. სნოუბორდით ძალიან ექსტრემებზე გადიხარ? გავდიოდი, წელს არ მიქნია ეგ, მაგრამ კი, აი რაღაც საშიშ ადგილებში კი, ფეხით ასვლა. პირველად რო წავედით წამიყვანეს კვეკვემ წამიყვანა მანამდე გავიცანი მთასვლელია და მყინვარწვერზე წაგვიყვანა და მე შევხვდი გუდაურში და წამოგავუკალავში ვისრიალ და წამომეთქი რაღაც ხო იცი პირველად რომ მიდიხარ რაღაცა და კაიო მაშინ აი აქ შევხვდეთ 1 საათშიო სადაც ადგილზე და მივედით და მამაგრებს ესეთ შიგნიდან თან ანუ უნდა გაიხადო კურტკა და ზემოდან არ შეიძლება გამაგრებს ესეთ რაღაცა ოთხკუთხედი ტიპია. ეს რა არის მეთქი ვეკითხე. ესო ბიპერიაო რა. ამას ჩავრთავთო, იმიტომ რომ ზემოთ რო ავალთო მთაზეო ფეხით უნდა ავიდეთო, ჯერ ფეხით ვიარეთ ძალიან ბევრი იქ არც საბაგირო ადის არაფერი. და იქიდან დავეშვებითო გაუკვალავიაო რა და ამ გაუკვალავში შეიძლება ან რაღაცა პატარა ზვავი მოწყდესო ან რაღაცა ის იყოსო და თოვლში თუ ჩაეფლობიო, მე ამ ბიპერითო გიპოვი რა ადგილას ხარო და ამოგთხრიო რა. ერთი წუთით. GPS დეძებს? ხო, ანუ თუ ხმას გამოსცემს. ხო, ის იმას რაღაც სიგნალს გამოსცემს და ეს ეძებს რა და დაახლოებით მივა და მე იქ ამოთხრის და თვითონ არ ეკეთა და ეგ ხალხი სკილია კიდე კურსი უნდა გაიარო რომ გიპოვო. მე თუ ჩავეფლობიო, შენ ჩემი მომთხრელი რა სასწრაფოდ გავარდი და თარეკიო. მომასწრონო. და ის იყო რა ცოტა ადრენალინი ბევრად მეტი იყო რა და ნუ მე რაღაცა რომ ისეთ ადგილებში უკვე აღარ სრიალებს, ან საშიშსაც არის, აუცილებლად უნდა იყო კარგად ეკიპირებული და მაშინ შეიძლება ეგეთ ადგილებში რა ეგ რაღაცა აირბაგი არსებობს ზურგ ჩანთაზე რომელიც გაიბერება და არ მოგცემს იმის საშუალებას. 1-2 ესეთ ადგილებში მისლე რო გითხრა რომ სულ ეხლა ხშირად დავდივარ ეგრე არა, მაგრამ სხვა მან ძალიან მაგარია რა, ანუ სხვანაირი შეგრძნება არის, ის ჩვეულებრივი სრიალი არ არის. ხო, მან დისვენებ ესეთ. ეგრე გამოვიდა. მან ცოტა ვინერვიული. კაი, ტიშერტი საჩუქარი, მაისური. ხო, ტიშერტი საჩუქარი. საჩუქარი ყოველთვის კაი. გავასწორო ლამაზად რო იყოს. ეს საჩუქრის წესი როგორ აქვე იხსნება? კი, იმიტომ სპეციალურად ჩვენთვის გამოვაგზავნა ტიშერტმა, ანუ ყოფილა მაიკა ჯიმ. ჰა, ის ხო არ არის, რომ წაიღეს ახში და ახალ წელს გახსე. ხო. არა, სხვას ვერ აჩუქებ, იმიტომ შენთვის არის დაპრინტული. ხო, ვა. ეს ლენტა, ვერ მოიშორა ეს რო ლენტები არ უნდა თქვეუნება. თარამ. მოდი ყუთსაც მოგცე. არა, ყუთში ჩადე მე ხო, აქ იყოს დროები. ვა, რა ხდება ისა? მოატრიალე.
ვა, ეს არის ჩემი ხელი სავარაუდოდ და აპას თათი მე. აპას თათი, ვა, ნახე. აპა იგულისხმება ალბათ რა. პირველად არის როცა მაისურზე, ვა, აპა არის ჩემი ძაღლი. მყავს ყავისფერი ლაბრადორი. თამაში ჩადერ ვარ და ისოროს ხო. რომელიც არის უკეთილესი. აპა ყველას გონი ჩაპაგონიათ ხოლმე. მე როუნები აპას ეგრანაირი სახელიაო და ვაი პირიქით უნდა ჩამოდო, მაგრამ ესეც მოახერხებ. აქტაკტად იყოს მაგიდას თუ გინდა. აპა დავარქვა შემაშვილებმა ავატარი იაპონური ანიმე თუ გაქვს ნახი, იქ არის ერთ-ერთი გმირი აპა რაღაც ცხოველია მოგონილი, რომელსაც 6 ფეხი აქვს და დიდია ბუთქუნა ესე და უკეთილესია და ოღონდ დაფრინავს ის და აპას წონიდან გამომდინარე ვერ იფრენს, მაგრამ კეთილი და ბუთქუნა ნამდვილად არის და მაშინ რაღაც ის ცხოველი ძალიან მოწონდათ და დაარქვეს აპა და აპა ამიტომ ქვია აპა. ძირითადი მიმართულება აპასი არის ჭამა, მოფერება. კი, ადამიანები უყვარს ხო? ხო, და სასეირნოდ წასვლა. აი ამ სამ რაღაცაზე გიждდება. ეხლა რომ ხელაა? 5-ის ხდება ეხლა აგვისტოში. ანუ ზრდა დასრულებული აქვს უკვე. ზრდა დასრულებული აქვს უკვე ხო? აი ხანია. და ცოტა ტანით პატარაა და ყველას ლეკვი გონია, მაინც ისეთი ღლაბუცაა, რომ როიონები მე 5 წლის არის, ყველას გაგურებულია. ხო, ჯიში ეგეთი ხო პატარა? არის პატარა ლაბრადორი და დიდი ლაბრადორი, მაგრამ ეს პატარა ლაბრადორებშიც ესეთი ინდივიდი გამოდგა რა. დიდია პატარებში. პატარებში შედარებით პატარა არის, ხო. მაგრამ მძიმე და ძლიერი კი არის. მძიმე და ძლიერი ისეთი რომ ხანდახან მარტო მეუმკლავდები და ჩაფსკვნილი არის რა. ჩაფსკვნილია და საკმაოდ ძლიერია და თუ არ ელოდები, ანუ ყურადღებით უნდა იყოს ძაღლის გასეირნების დროს საერთოდ რა, თუ არ ელოდები და რამე სხვა ძაღლი გამოჩნდა ან რაღაცა და გაიქცა რო არ ელოდები ძალიან ისეთი საშიშია, ამიტომ გაგიქნია ყოფილი. იკო ახოხიალა ერთხელ მახსოვს მოვიდა ჩაწერაზე. მე ვარ, მაგრამ მაგალითად ჩემო ბავშვებმა და მეუღლემ დაამუღამეს რომ ეგეთ იმას თუ გაიქაჩება პირდაპირ ხელს უშვებენ და იმან იკითხოს ვისკენაც გარბის და არავის არაფერს არ დაუშავებს უბრალოდ ეხლა ამ ხელა რაღაცა რომ ორბის და თან არიცი რა თან ყავისფერი რო არის ზოგს ეშლება ხოლმე ერთხელ კახეთში ვიყავით და რა შემოღობილი ტერიტორია იყო და გაუშვით რა ამიტომ რა რომ და თურმე იქ ვიღაცა იყო რაღაც საქმეს აკეთებდა ვენახი იყო და ვენახში რაღაც აკეთებდა და რო გამოვიდა ეს გაეკიდა ნებისმიერი ადამიანი უყვარს და მე მგონი თვითონაც გონია რომ ადამიანია, იმიტომ რომ ესე იმაშუება და რომ გაეკიდა ის გარბის თავქუდმოგლეჯილი და ვაიმე მოაშორეთ როტოეილერი ეგონა. არ ვიცი ტყოში შიშისგან და რაღაციდან და აქედან ყვირი მეთქი არა ლაბორატორია აი როგორც კი გაიგო გაჩა ლაბორატორია მოეფერა და ხო შორიდა შეიძლება მიამსგავს ფორმით იმის ხო თუ გეშინია ხო იცი შეიძლება ტირანოზავრსაც მიამსგავსო შიში ოხერია ზოგადად ხის ეს რაღაც წავიკითხე chat GPT-ს ვკითხეთ რა რომ ესეთი კითხვა გაგვიჩნდა რომ კატა ყავს რა სახში ხო და ეს ხო ჩვენთან იზრდება სხვა კატა ჯერ ესე არ უნახავს ნუ გარდა იმისა რომ კატების საშინში გაჩნდა პირველი 2 თვე და იმის მერე სხვა კატებთან ეს შეხება არ ქონია და რამდენად იცის კატების ენა ანუ კატური ენა რა ის ჩვენგან იყოს მაგალითად კომუნიკაციაში ხო როგორ ხო და ChatGPT-მ ესეთი რაღაცა გითხრა რომ ზოგადი ისინი უნარები იგივე არისო მაგრამ მაინც გაუჭირდება სხვა კატებთან თავიდანო სწორი კომუნიკაციის დამყარება, იმიტომ რომ არა აქ ის მიჩვეული არ არის. ეგ ძაღლებშიც არის, ანუ ძაღლი როცა ყავს, კარგია რომ ატარო, აი უკვე ბევრგან გააკეთეს რა, ეს ცოტა შემოღობილი სადაც ხო, რომ იცოდეს სხვა ძაღლებთან, აი იქ რაღაც თავისი იერარქია აქვს, ზოგი ზემოთ არის, ზოგი ქვემოთ არის და ამას რომ მიეჩვიოს, რომ რაღაც მე უკვე რომ ან ლეკვი თუ არის და გაარეკვია, მე სულ აქვს და თუ არ იცის რაღაცა გაუგებრობებში მოხდება, შეიძლება იქიდან აპა მაგალითად ყოველთვის ეგრე იყო. აგრესიული ძაღლის რო უღრეს ეს მაინც კუცს აკიცინებს და ეთამაშება და მე გამომყავს რომ ხო ხედავ ის იყებს და წამოდი და გაი დაუბრუნდეთ ჩვენ თემებს გეოლოგიასთან არის კავშირში ჩვენს გიხსენებია ეს მაგნიტური პოლუსების ცვლილება არის ესეთი რაღაცა მითიური თუ რაღაც იმით მოცული თემა არის რომ რაღაც პერიოდულობით დედამიწის მაგნიტური პოლუსები იცვლება ანუ ტრიალდება რა ესე ვთქვა და არის ესეთი მეც წამიკითხავს რომ დიდ კატაკლიზმებს იწვევს მაგნიტოსტატიგრაფია არის ეგეთი მიმართულება ხო და როდის ხდება და რატო ხდება ეს ჯერ დადგენილი არა ხო მაგნიტოსტატიგრაფია არის ცალკე რომელიც ამ მეთოდს და ამ მეთოდითაც ხდება დათარიღება სხვა პერიოდების და გეოლოგიური ასაკების დადგენა ეს მეთოდი გამოიყენება უბრალოდ დამყარებულია იმაზე რომ გარკვეულ ქანებში
შეიძლება მივაკვლიოთ იმ და გარკვეულ ქანებში ყველაში არა, გარკვეულ ქანებში შეიძლება მივაკვლიოთ იმ რაღაც მეთოდები არსებობს, რომელთაც ხო, საით იყო იმ მომენტში ჩრდილოეთით თუ სამხრეთით მაგნიტური ველი და ამითი ხდება დადგენა და მე გამოყოფენ ხოლმე რაღაც გეოლოგიური სკალა როა, იყო დროის სკალა გეოლოგიური, იქ არის შავად და თეთრად გამოყოფილი. ამის მინუსი, ყველაზე დიდი მინუსი რაც აქვს, არის რომ ხანდახან არის პერიოდი, როცა არ იცვლებოდა დიდი ხანი. აი მაგალითად, ცარცული პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი ხანი არ იცვლებოდა საერთოდ. და სულ ერთი მიმართულებით იყო მაგნიტური ველი. არის პერიოდები, როცა ჩქარ-ჩქარა იცვლებოდა და არ რაღაც ბევრი თეორია არსებობს და გეოლოგიას ცდება, ეს უფრო ალბათ რაღაცა ასტრონომების, პლანეტის აგებულების რაღაცა ასტროფიზიკა. ხო, აი რაღაცა ალბათ მანდეთ უნდა იყოს, ან დედამიწის სიღრმეში, ბირთვში რაღაცა ისეთი მოვლენები ხდება, რომელიც ესე ცნობილი არ არის, რის გამოც ამის შეცვლა ხდება. მაგაზე უფრო ანუ ეს რო შეიცვალოს სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ან ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, დიდად საშიში ეს შეცვლა იმდენად არ არის. კომპასები აირევა და იქ. ხო, და გადაარქმევენ იმას დააწერენ ეს და south და ამას north. რამდენადაც როგორ ხდება არ ვიცით. ანუ ადამიანი რაც არსებობს ეს არ მომხდარა და უბრალოდ რაც ადამიანი აზრი არის ამისი მან არ მომხდარა და არ ვიცით ეს მყისიერად ხდება, აი რაღაც ხვალ გავიღვიძებთ და პირიქით იქნება თუ რაღაც პერიოდი გაქრება და ან ნელ-ნელა ვერ ჩამოჩნდება. ხო, ნელ-ნელა არ დატრიალებულა, ხო, თორე კოალიცია გეთი იქნებოდა. ხო, ანუ შეიძლება რაღაც მომენტში გაქრეს აი არავინ არ იცის რა და რაღაც პერიოდის მერე გაჩნდეს. ამის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მაგნიტური ველი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც რადიაციისგან გვიცავს, ანუ კოსმოსური რადიაციისგან, რაც ყველაზე დიდი პრობლემა არის. მარსზე გაფრენის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც მასკს პრობლემა გარდა იმისა, რომ უძრავებია სპეციალური საჭირო, რომ დიდი ხანი იფრინოს, დიდი რაკეტები, რასაც ახლა ცდილობს, რომ იქ ბევრი ხალხი ჩაეტიოს და ბევრი რაღაც ჩაეტიოს, ამის გარდა არის, რომ სად იცხოვროს ადამიანი. აი, თითქოს მთვარეზე რატო არ შეიძლება, რომ გააკეთო ბაზა, ხო, ანუ აქვეა და ადამიანი ყოფილა და თანამედროვე ტექნოლოგიით შეიძლება. ეხლა რაც განიხილება ერთ-ერთი, ან შეიძლება რომ რაღაცა ისეთი შენობა თუ არ ვიცი რაღაცა ის დადგა ვაგონი, ბუდკა დადგა ისეთი რომ დაცული იყოს, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ვეღარ დაიცავს რა, ერთ-ერთი კარგი დაცვა ამის რადიაციის საწინააღმდეგოდ არის რომ ჩახვიდე მიწისქვეშ. და მთვარეზე ეგეც განიხილება არის მღვიმეები, რომელიც ესე განიხილება რომ არის ლავური მღვიმეები, როცა მთვარე არისო მკვდარი და შიგნით რაღაც პროცესები მიდიოდა, ლავა სადაც მოძრაობდა, იქ გაჩნდა ესეთი მღვიმეები, რომელიც საკმაოდ ხნად არის და ფართია. და იქ რო იყოს ადამიანი, იქ უპრობლემოდ იქნება, რადიაცია იქამდე ვერ ჩამოდის და ამიტომ ადამიანი უპრობლემოდ იქნება, მაგრამ აი დედამიწაზე თუ გაქრა მაგნიტური ველი, რაღაც პერიოდი, რაც ვიცი ამის შესახებ არის, რომ რაღაც პერიოდი იქნება, მაგრამ ეს პერიოდი რამდენი ხანი გაგრძელდება, არავინ არ იცის და ეს თუ დიდი ხანი გაგრძელდა, მე უკვე ამისგან დაცვა და ეხლა მთელი ამდენი მაგ დროისთვის რამდენი მილიარდი ვიქნებით, მღვიმეებში ვერ ჩავწურებით. მაგის კვალიც არსებობს რომ არ იყო მაგნიტური ველი? არა, მაგას ვერ საზღვრავ. ანუ თუ არ არის, რატო ვერ საზღვრავ, ვიცი რომ ანუ ვერ ხვდები ეს ქანებმა უბრალოდ არ აღიქვა თუ არ არსებობდა რა. რამდენი შესაძლებელია და თან ეგრე დეტალურად ანუ გეოლოგიაში ესე 1-2 წელს ვერ პოულობ რა ანუ არ არსებობს ეგეთი სიზუსტე რომ აი 2 წელი არ იყო მაგ დროს დალექვა მიდიოდა და ზუსტად მიაგენი ის რა დაილექა და მაგას მიაგენი ანუ აი ფანტასტიკა არის მაგ მანძილებზე რა ხო მაგრამ გაქრობა ალბათ ეს მაგნიტური ველი ხო რაღაც მატერიიდან გამომდინარე არსებობს და მატერიის თვისებაა ხო ან დედამიწისგან შედგება იმ მატერიას აქ იქ მაგნიტური ველი ხო და ეს გადაადგილდება უბრალოდ რაღაც მასა ხო და ეს ხო შეიძლება რომ პლანეტას არა აქ ანუ როგორ აი მარსს არა აქ მაგნიტური ველი ხო და იმიტომაც რადიაცია იქ საშიში ამბავია რა და ამიტომ ან თუ ცოცხალი არ არის პლანეტა ესე ვთქვათ რაღაცა ესე ეძახიან ხოლმე რა ცოცხალი პლანეტა შიგნით არ მიდის პროცესები და არ არის ეს მუდმივი ანუ მან ხო რა არის ბირთვი არის ძალიან გახურებული და მე ამ ზემოთ ცივდება და შესაბამისად ეს გახურებული მასა ამოდის ჩადის და ამის ხარჯზე კონტინენტებიც მე ამის ხარჯზე მოძრაობს რა ტექტონიკაზეც რო გადავიდეთ ცოტა კონტინენტები კი არა ფილები რა ეს კონტინენტური ფილები და ესეთი პროცესები თუ არ ხდება როგორც ჩანს ამასთან არის დამოკიდებული დაკავშირებული და შესაბამისად მაგნიტური ველი მაგიტომ არა
დავაფასო სანამ გვაქვს. ხო. კომპასი ვითომ ხო რაღაცნაირი დივაისია, რომ პატივს არ ვცემთ რა. ბავშვობაში ჩემ დროს გამოდიოდა საათივით კომპასები იყო და ძალიან მიხარობდა რომ მეკეთა და დავხედავდი და მეგონება რომ მე შეიცვლება და სუიქით იყო ჩრდილოეთი, მაგრამ მიხაროდა და ეხლა ხო ის არის რა. ცოტა ის არის რა. ანუ ხო, ძალიან შორს არ არის რეალობისგანო რაღაცა გამოიწვიოს, ხო? კი, ანუ დიდი ხანი მარტო რადიაციის მხრივ არის პრობლემა თუ ეს რადიაცია გამოიწვიოს უამრავ რამეს რა, ანუ ძალიან ბევრი. აი, არა, თქვათ რაღაცა ცუნამებს და რაღაცებს გამოიწვიოს ეგეთი რაღაცებიც არის, მაგრამ ხო, აი არის თეორიები, რომ შეიძლება ამანის გამოიწვიოს, შეიძლება ამანის გამოიწვიოს, იმიტომ რომ შიგნით რის გამოც იცვლება რა პროცესი მიდის, არ ვიცით. არის რაღაც თეორიები, მაგრამ ნუ აი ბევრი დაშვება არის. ამიტომ დაზუსტებით ამის თქმა არ შეიძლება სამწუხაროდ და ვერ პროგნოზირებთ რა. თანამედროვე მეცნიერება ხო ის არის, რაც მომხდარა იმის ეს მეცნიერებები მithumetes რა, რაც მომხდარა იმის გაკვეთილებით ვიცით რა შეიძლება იყოს თუ რაღაცა მოულოდნელად ახალი მოვლენაა. მაშინ იმ მომენტში ხდება და არ ვიცი იქ ხდება პირველად რა, ეგეთი რამე არასოდეს არ მომხდარა რა. აი მაგალითად კომეტა რო ჩამოვარდეს რაღაცა ზომის, როგორც ჩამოვარდნილა დედამიწაზე, ვიცით დაახლოებით რა გველოდება, იმიტომ რომ ნუ წარსულში აი გამოიწვევს გეოტექტონიკურ აქტივობას, აქედან ასული მასაც დაფარავს დიდ ნაწილს ატმოსფეროს, მე მზის სიღრმეები ვეღარ შემოვა, რაღაცა გამოთვლა შეიძლება, იმიტომ რომ ესეთი რამე ყოფილა რა და ამ შემთხვევაში არ ვიცით რა, ესეთი რაღაცა რთული ეს არის რა ქვია, გამოსათვლი. შეიძლება არც არაფერი არ მოხდეს და მარტივად შეიცვალოს და აღმოჩნდეს რომ უი რაღაც პერიოდის მერე სამხრეთით გადავიდა და არ დაგვემუქროს არანაირი საფრთხე, იმიტომ რომ ამდენი ისტორიის მანძილზე რახან ბევრჯერ იცვლებოდა და დიდი გადაშენებები რაც ყოფილა მაინც და მაინც არ ემთხვევა ამ პერიოდებს, იმიტომ რომ ამდენი გადაშენება არ ყოფილა ამდენი. ესე იგი ისე იცვლება რომ დიდად რაღაც ორგანიზმებს შეიძლება დაემუქროს, მაგრამ ძირითადად დედამიწაზე სიცოცხლეს არ ემუქრება. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ხო, მაგრამ ეხა იმდენი ვართ და ისეთი მოდებულები, რომ სულ ცუნამის მაგალითი იყოს, საშინელ უბედურებას გამოიწვევს ეხა. ამონიტებისთვის და ლოკოკინებისთვის და იმათთვის წყლის ბინადრებისთვის არაფერი არ იქნება. ბევრი ისინი ისე ცხოვრობენ, შეცურავენ და გამოცურავენ, მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც ამდენ ადგილას სანაპიროზე ცხოვრობს, კატასტროფა იქნება. ყველაზე ძველი არსება რომელია? ნუ მიკროორგანიზმებით დაიწყო ყველაფერი რა, 4 რომელიც ბოლოკლებით არის 4.5 მილიარდი არის პირველი თუ 4 მილიარდი არის რა, რაღაცა პირველი. რომელიც კიდე არსებობს? არა. არა, მე მომფაი დღესაც რო არსებობს და უი, მაგ თვალით კი არ შემიხედია. რაღაცა რა ქვია, ტარდიგრადის თუ რაღაცას რო ეძახიან. აი ეს ყველა პირობას რო უძლებს და რადიაციასაც და კოსმოსშიც რაღაცას ეძახიან. აი ეს გადიდებული რო ძალიან საყვარელი. ხო, რაღაცა გადიდებული რო რაღაცა სათამაშოს ექვსფეხიანი გოჭები. ხო. აპას რო გავს. ხო, იმდენად განვითარებული აქვს როგორც ორგანიზმს თვითგადარჩენის უნარები, რომ ნუ ყველაფერს უძლებს. ძალიან მაღალ პლუსს უძლებს, ძალიან მაღალ მინუსს, უჟანგბადოთ ძალიან დიდი ხანი. არ მოკლედ რაღაც წარმოუდგენლად, ხო, მაგრამ წარმოშობა როდის არის შემიძლია გითხრა, არ ვიცი მაგისი. ანუ როდის მოხდა მასი წარმოშობა ყველაზე ძველია თუ არა რა. არ ჩამიხედავს. ხო, ნუ კიდე ფუტკრებზე გამოგაგებული, რომ 100 მილიონი წლის არის. ხო, კი, ფეხსახსრიანებში, ხო, კი. ხო, რაღაცა ნიანგებიც და დიდი ხნის მაცხოვრებლები, ბინადრები არიან ჩვენი პლანეტის. დროის გადახვევა რო შეგეძლოს, რომ ეპოქას ნახავდეს შენი თვალით, ალბათ ისე დინოზავრების. ხო, ყველაზე ეგ ნამდვილ Jurassic Park-სა. ხო, ოღონდ რაღაცა კარგი დაცვით. ხო, არა, უბრალოდ აი. თორე მათხვეჭი ვა და უცბად რაღაც გჭამს. ვიდეოში ვერ მოასწრა თოლიერე. იმდენი იყვნენ მოდებულები და თან ალბათ რაღაც ისეთი, არ შეიძლება რაღაც სცენარემად შეგჭამოს მაგ დროს, ხო, არ იცი რა ხდება რა. და სანახავად საინტერესოა რა, ნუ ეხლა იმ ფილმში რო ის პალეონტოლოგი გაოგნებული რო უყურებს რა ხდება, ეგ ძალიან საინტერესო იქნება, თუმცა ეს მეზოზოური პერიოდის ეს დინოზავრების გადაშენება ცოტა ფეტიშებული, ანუ რადგან დინოზავრები გადაშენდნენ, ითვლება, რომ ესეთი კოლაფსი მოხდა, თუმცა გადაშენებებში პირველ ადგილზე არ არის ეგ გადაშენება. მეზოზოურის დასაწყისში ტრიასული და პერმული პერიოდები არის, მაგათ შორის იყო გადაშენება, რომელიც ითვლება ყველაზე დიდი გადაშენებად, რა, რაღაც 96% წყლის ორგანიზმების გადაშენდნენ, წარმოიდგინე და 70% ხმელეთის. რომ გამოიწვია. თეორია არის, ნუ იქ რაღაც ძალიან დიდმა ვულკანურმა აქტივობამ, რომელმაც ნუ ეს დაფარა დედამიწა. ერთმა?
ხო, ვინიც ისე იგი, მაგრამ გლობალურ, მაგრამ რაღაც იცი რა, ერთი შეიძლება ესე ჩანდეს, ახლა ჩვენ რა ვულკანებიც გვინახია, მაგრამ აი ამერიკის სუპერ ვულკანი რაც არის და რასაც პროგნოზირებენ, რომ ეგრო აფეთქდეს, წარმოუდგენელი კატასტროფა მოხდება მთელი დედამიწის მასშტაბით, ალბათ რაღაცა მსგავსი აფეთქება იყო ძალიან დიდი და რასაც ნალექები იძლევა საშუალებას, რომ აი რაღაც ასეულობით მეტრობის ლავური განფენები არის, რაც ნიშნავს, რომ იმ ხელა დიდი აფეთქება იყო და იმდენი მასა ამოდიოდა, რომ მასშტაბი ძალიან დიდი იყო, ერთი ეგ. მეორე, ამას დაემთხვა, რომ მიკროორგანიზმები, რომლებიც ოკეანეებში ცხოვრობდნენ, ძალიან გამრავლდნენ, რომლებიც მეთანს გამოყოფდნენ დიდი რაოდენობით და ესენი ძალიან გამრავლდნენ დიდი რაოდენობით მეთანმა ეტყობა მოწამლა ზღვის და გამოიწვია ეს გადაშენება და ნუ საერთოდ როგორც წესი კომპლექსურად ხდება და გამყინვარებას მე ამატებენ, იმიტომ რომ ბუნებრივია, როცა ატმოსფერო იფარება და მზის ხეები აღარ შემოდის, გამყინვარება ხდება და კიდე ერთი ფაქტორი, რომელიც შემოდის ხოლმე, არის რომ მაგ დროს ორგანიზმები იმდენად ადაპტირებულები არიან კომფორტულ პირობებზე და იმდენად ბევრი საკვებია და უკვე ორგანიზმი ისე მიეჩვია და ევოლუციურად ისე განვითარდა, რომ ბევრი შრომა არ ჭირდება რა, ანუ ბევრი საკვებია. ხო, დღეს როგორც ადამიანები ვართ, უმეტესობა. ხო, აი რაღაც ეხლა რომ მთელი ადამიანები ვინც არიან, ყველა ადამიანები ჩვენი მეგობრებიდან ყველანი რომ წავიდეთ ტყეში, ნახევარი ნახევარი კი ალბათ ერთი-ორი თუ გადარჩება, იმიტომ რომ ეს რაღაც უნარები აქ დანარჩენი, რავი, ChatGPT-ს კითხავს და ის ეტყვის, მაგრამ გაკეთება ხო უნდა, ისიც გეტყვის თუ არა, ეგეც საკითხავია მაგ დროისთვის. და ეგეც არის და კიდე არის გვარის მობერება ქვია, ესეთი რატომაც გადაშენდებიან რაღაც გვარები და სახეობები და უფრო დიდი ერთეულებიც არის ხოლმე, რომ აი რაღაც ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, რაღაც პიკს აღწევს და მერე გადაშენდება რა, ანუ როგორც წარმოშობიდან ბოლომდე ესე ვითარდება რა. ეს ევოლუციურად აი ეს ადაპტირება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია რა. ევოლუციის კარგი მაგალითი არის ექსპერიმენტი ჩაატარეს, მე მგონი ჰოლანდიაში იყო თუ არ ვცდები, სადაც წავიკითხე მელიებზე. რაი თვალნათლივ გამოჩნდა ევოლუციურად როგორ ვითარდება და არჩევდნენ სპეციალურად არააგრესიულ ინდივიდებს. აი რაღაცა დაუშვათ 100 მელიიდან არჩევდნენ 10 ყველაზე კეთილს, რომელიც არ არის აგრესიული, არ ებრძვის სხვებს, არ ეჭუბება და ისეთი კეთილია რა, აპამელიებს აიყვანდნენ, ცალკე ამათ გაამრავლებდნენ. ისევ 100-დან კიდე ესე და ესენი ამრავლებდნენ და რაღაცა თაობების მერე ყურები ჩამოუშვეს რა. ანუ ვიზუალურადაც კი ეს ევოლუციური გადარჩევა გამოჩნდა კარგად აი ამ ექსპერიმენტში რა, ანუ რამოდენიმე თაობაში და თვალსაჩინო მაგალითი არის იმისი, რომ ეს ევოლუცია მუშაობს და ჩვეულებრივად ესე ხდება რა და ეხლა ეგრო რაღაც პირობებში მოექციათ და უშუალოდ ძალიან სიცივეში და იქ რაღაცა ვინც უფრო კარგად მოიპოვა საკვები ისინი მოერჩიათ და უფრო მეტი დრო დაჭირდებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება იქა თეთრი მელია მაგითი მიიღოთ რა, ხო, იმიტომ რომ არ გამოჩნდეს და კარგად ინადიროს თოვლში. ინტერესი დიდი არის ამ თემის, ახლა ლექციებს ვაკითხავ, ბევრი სტუდენტი ყავს. ეს ინტერესი პირდაპირ პროპორციულია სამუშაო ადგილების რა, იმიტომ რომ სტუდენტია, აღტკინებული სტუდენტი ერთია, მაგრამ პრაგმატული აზროვნებაც მეორეა რა, აი გადავამთავრე ახლა ის რა ქვია, გეოლოგიური და გავერკვია ყველაფერში რაც მინდოდა სტუდენტობამდე და მე ადგილს ვერ პოულობ, ძნელია. ამიტომ ინტერესი უფრო არის ხოლმე დამოკიდებული, კი არიან დონკიხოტები, რომლებიც ესუნდათ და სხვა არაფერი, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე რომ აი სამუშაო ადგილები თუ არის, მაშინ მატლობს, ანუ რაღაცა გეოლოგების მოთხოვნა, მაგალითად გეოლოგ პირველ კურსზე ბევრი შემოდის, მაგრამ მე ბევრი მიდის დაუშვათ საინჟინრო მიმართულებით რა, საინჟინრო გეოლოგიის, იმიტომ რომ მშენებლობებია ბევრი და ეს გეოლოგი ძალიან საჭიროა და დაფასებულია ეხლა. იმიტომ რომ უამრავია ხო რაღაცა გვირაბებს აკეთებენ, ადრე არ იყო საერთოდ, მე როცა სტუდენტი ვიყავი, ყველაფერი მოკვდა და მაშინ არანაირი ინტერესი ესეთი არ იყო. მე რომ შემოვიდა რომ იმ მშენებლობებია, უკვე რაღაცა არა მარტო სახლებს და კორპუსებს, რაღაცა ხიდებს აშენებენ, გვირაბებს აშენებენ, გზები გაყავთ, ყველგან გეოლოგი საჭიროა. ოღონდ სხვათა ან პალეონტოლოგი არა, სხვა ტიპის გეოლოგი და კი შემოდიან, მაგრამ მე იქით ამ მიმართულებით მიდიან ხოლმე და ეს ამ მიმართულებით აი რაღაც თავგადადებული თუ არ არის, ან თუ წასვლას არ გეგმავს რომ აი მე უცხოეთში წავალ და იქ გავაგრძელებ, დიდად მოთხოვნა არ არის ხოლმე. ან ბევრი არ არის რა ერთეულებია. ამიტომ ქართული გეოლოგია ან პალეონტოლოგიის სტრატეგიაში ძალიან ძლიერი იყო. მე როცა ჩავაბარე, იქ იმდენი მაგარი მეცნიერი ყავდა, დიდი ასაკის რომ ძალიან მაგრები რა. მაგრამ დღესდღეობით თიცი არის, ბევრი აღარ, მაგდენი არ არის რა, ალბათ მე ვთხედია.
წარი წარმოდგენები რაც გვაქვს დედამიწაზე კი არა და ჩვენ ისტორიაზე რა არის ეგეთი რა გახსენდება ხო? რაც უჭირთ ადამიანებს არის ხოლმე დროის აღქმა. აი იმ დროის გეოლოგიურ დროის აღქმა ჩვეულებრივ დროსთან ძალიან უჭირს ადამიანს რა. როგორც მე მიჭირს ასტრონომების დროის აღქმა, რაღაც რომ იხსნიან რომ დრო არ არსებობს და შენი დრო სხვა არის და ცოტა რომ იკარგები ხო იცი? აი დაახლოებით ესე უჭირთ ხოლმე და აი რაღაც ექსპედიციაში რო ყოფილი ვარ რაღაც ველზე და რო ეუნები რომ აი რას იკვლევთ ხო ყველა საინტერესო ხო მით უმეტეს რაჭაში ხარ რაღაცა ერთ-ერთი სოფლიდან მეორეში დამაკავშირებელ გზაზე სადაც რაღაც კარგი ჭრილი იპოვე და ზაფხულში სხვა შეიძლება ცოტა ისეთი პროფესია ნამდრგუნველი განსაკუთრებით კარგად მიაქციეთ ყურადღება რეგიონს რომელსაც ამოერჩიოთ კვლევისთვის იმიტომ რომ ვისაც თქვათ რაღაცა ისეთი კარგი რეგიონი აქვს აი ხა მაგალითად ახალგაზრდობაში მიყვებოდა მამაჩემი რომ მამაჩემის კვლევის ერთ-ერთი სფერო იყო აფხაზეთიც და მაგ დროს ექსპედიციაში გიშვებენ ივლისი აგვისტო და ყველა რო დასასვენებლად მიდის ზღვაზე შენ მაგ დროს მზის გულზე ჩაკუჩით რაღაცას ამტრევ და ყველა ნაცნობი ვინც გაივლის მიდი იმუშავა და ისინი მიდიან დროის ატარებლად და ცოტა ისეთია მაგრამ აი სოფელში დავუშვათ რაჭაში ხარ ერთი სოფლიდან მეორეს მიმავალი გზა არის და რა თქმა უნდა ეხა ყოიაქიდან ვიღაც მოდის მიდის და ყველა საინტერესებს რა მით უმეტეს ეხა ხშირი ამბავი არ არის და მოვა და გეკითხება რომ აი რა ხდება და ეუნე რომ რაღაც ცდილობ რომ პოპულარულ ენაზე აუხსნა რომ აი რაღაცა ვიკვლევთ იმ ორგანიზმებს რომლებიც აქ თავის დროზე ხო აქ ისეთი რაღაცები ხდებოდა ხე თავის დროით გეუბნება რა და მე ეუნები რომ აი აქ ხო დეზღაც ზღვა იყო და იმ ზღვაზე რაღაცა იმებს ხო აქ ადრე და რაღაცა გონია რომ აი რაღაცა ბაბუა ჩემის ბაბუის ბაბუა ხო ნუ ის თუ არა ის ბაბუა რაღაცნაირად ხო მოესწრებოდა ამას და ამ დროის აღქმა ჩვეულებრივ ესეთ ადამიანებს რომლებიც ამაში გაწვდომებენ ცოტა უჭირთ აგრეთვე აი ეს ანუ გონიათ რომ ერთი გადაშენება იყო მანამდე მთელი ისტორიის მანძილზე დინოზავრები ცხოვრობდნენ სულ და აი იმ ასტეროიდმა დაღუპა თორე დღეს ადამიანები არ ვიქნებოდით და არადა ეს მაგ მასშტაბის ნუ ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები 5-6 დიდი ის იყო რა მე პალეოზოურის და მეზოზოურის დროს კაი გადაშენებები და რაღაცა დიდი რაოდენობით ორგანიზმები საერთოდ ვერ განვითარდნენ და იმისინი რომ ვერ განვითარდნენ ამიტომ წამოვიდნენ მერე თუნდაც იგივე დინოზავრები და მერე ეგენი რომ ვერ განვითარდნენ მერე ჩვენ იმიტო წამოვედით და ასე შემდეგ რა ეს მაგ მასშტაბის გააზრება ძნელი არის აი კოსმოსი რო არის სერიალი მან გახსოვს როგორ იწყება კალენდარზე რო არის შედარებული და ადამიანი რო გრაფიკულად მაგარი გაკეთებული ადამიანი რო უწევს ახალ წელს 14 წუთი აკლია აი რო ჩართულ რო 1 იანვარია როცა დედამიწა დაიბადა 31 დეკემბრის ამის 12-15 წუთი აკლია მაშინ გაჩნდა ადამიანი ჩანასახები დანარჩენი ყველაფერი მაგრამ სიცოცხლეც დაახლოებით მაგ დროს წამოვიდა ეგეთივე რთული რთულად აღიქვამენ დედამიწის ქერქს ან ჩვენ რაზეც მოძრაობ და დავდივართ რომ მანტია და დედამიწის გული და ბირთვი და ისინი არ ვილაპარაკოთ მაგრამ რაც ძირითადი ნაწილი არის მთელი ჩვენი პლანეტის აგების დედამიწის ქერქის სისქი არის ძალიან რთული ასაქმელი რა რომ აი რამხელა და ყველაზე კარგი შედარება სისქით რომ მიხვდე არის ვაშლი აი ვაშლის კანი რაც არის ის არის დედამიწის ქერქი აი ეს ქანები რაზეც ახლა ამდენი ხანია ვლაპარაკობთ ხო რაც აი 12 კილომეტრზე რო ჩავედით ეგ არის და დანარჩენი ყველაფერი არის უკვე ქერქის გარეშე რაც არის ეგ რა გარემანტიაში და მანტია ბირთვი და ასე შემდეგ რა და რისგან შედგება იცი რა აი ამ ტალღებით აი ამ გეოფიზიკური ტალღებით რაც გითხარ ხო აი ამითი არის წარმოდგენა რომ აი რადგან ესეთი ფიზიკა აქვს ამ ტალღებს ჩვენ რაც ვიცით ესეთი აგებულების უნდა იყოს და აი ესე თორე ესე ჩასული ანუ ამ მაგმას და ლავას ხედავთ მხოლოდ იმ ლავას შემთხვევაში როცა ამოდის და ნუ იქიდან იღებენ მასალას და მაგდა კიდევ ვულკანოლოგია ცალკე მიმართულებაა გეოლოგიის რომელიც ძალიან საინტერესოა სხვა შორის იმიტომ რომ ეს ვულკანებთან რომ მიდიან და იღებენ ეგენი პრივილეგირებული ვულკანოლოგები რომლებსაც შანსი აქვთ რომ ვულკანთან მივიდნენ თორე ბევრი ვულკანოლოგი ისე იწყებს თავის კარიერას და ამთავრებს რომ ცოცხალი ვულკანი ნანახი არ აქვს, მაგრამ ვულკანურ ქანებს იკვლევს რა. რომელიც აგრეთვე ბევრი გვაქვს საქართველოში. კიდე ერთი ეგეთი შედარება იყო. ეგეთ კოსმოსში არის, მაგრამ ნილ დეგრას ტაისონი ამბობდა მე მგონი რა. ბურთი რო გააკეთო. აი ხო დედამიწა ხო არის ესეთი რომ მთებია, რაღაცა ქედები და მთათა სისტემები და ღრმული არის მარიანის რამდენია ის 12 ხო? 11000 რაღაცა არის ხო. და ეს რელიეფი აქვს რა დედამიწას. მაგრამ აი ხელი რომ მოკიდო იმ ხელა რო გახდე ხელში აიღო დედამიწა. გაცილებით უფრო გლუვია
ვიდრე ნებისმიერი ბურთი შეგვიძლია გავაკეთოთ ადამიანებმა. ანუ ადამიანი ისეთ გლოვ ბურთს ვერ გააკეთებს იდეალურად, როგორც დედამიწა გააკეთებს, ხო. გეოიდის ფორმა, როგორც დედამიწა ესე ჩამოყალიბდა, რომ კი რაღაც ამი ღერძი და გეოიდის ფორმა აქვს, ეგეც სახელი დაერქვა დედამიწის გამო. რას, გეო? დედამიწის ფორმა თქვია, რომ ხო, გეოიდის ფორმა აქვს, აი ესე, ანუ კონკრეტულად ამის ფორმას დაერქვა სახელი, ხო, რა ესეთი არის რა. ხო და რომ წარმოვიდგინო, რაღაცას რო ეთქვა რა ეს სიმართლეა, ვერ დავიჯერებდი, მაგრამ ეგ დედამიწა ეს ყველაფერი მიისწრაფის იმისკენ, რომ გახდეს ყველაფერი გლუვი, ან გრავიტაცია აკეთებს ამას, მთელი გეოლოგიის მუღამი არის ეგ, რომ იქ სადაც მთა არის მოქმედებს სხვადასხვა პროცესები და ძირითადად ჰიდრონ წყალი მოქმედებს და რეცხავს ამ მთას და ჩააგს ზღვაში. და უნდა ცოტა ისეთ ტერმინს გასაგებენაზე რო აუხსნა, უნდა ამ ძალას რო გაათანაბროს მთა და გახადოს მთლიანად გლუვი. მაგრამ რადგან დედამიწა ცოცხალია და ბევრი პროცესი მიდის შიგნით, ეს ამას ჩაიტანს იქიდან მოაწვება გარკვეული ძალა ეს ამოიწევა და მთები წარმოიშვება, ისე ვიწყებს რეცხვას, ეხა აქეთ ჩამოაკ და აი სულ ეს პროცესი მიდის სანამ პლანეტა ცოცხალი. აი მარტივად რო აუხსნა ალბათ გასაგებენაზე ეს არის რა და ალბათ პლანეტა როცა კვდება და ეს პროცესები აღარ მიდის, სრული გლუვი ფორმა გვაქვს თუ მე რაღაც ასტეროიდები არ მოქმედებენ ზემოდან, რომლებიც ნუ რაღაცა ხრმულებს და იმებს აკეთებენ, ანუ მიისწრაფის წონასწორობისკენ. ყველაფერი მიისწრაფის წონასწორობისკენ, თუმცა ამას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ შიგნით არის ეს რაღაცა ძრავი, რომელიც ამას მუდმივად დაიწინააღმდეგება თავის თავს. და ეს ტექტონიკური ფილები მოძრაობს, ზოგადად ზღვა იყო და ოკეანე იყო, იქ იკეტება და აღარ არის, სადაც ტექტონიკური პროცესები ამ მთათა წარმოშობა მიდის, იმიტომ რომ ეს ფილები ერთმანეთს აწვება, სადაც ჩორდება, იქ რმული კეთდება და აი ამ პროცესით ცოცხლობს პლანეტა და არის მუდმივ მოქმედებაში. კარგია რომ დიდხანს იმუშაოს ამ ძრავმა და არაფერი არ დაემუქრეს. ტექტონიკური ფილებიც შედიოდა შენი ზოგადად. არა, ეს რაც მისწავლია უნივერსიტეტში ერთ-ერთი საგანი იყო ტექტონიკა, რომელსაც სწავლობდი, თორე ესე ტექტონიკა კიდე ცალკე მიმართულება. გეოგრაფიის. არა, გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოფიზიკა სადაც ისე არის. და ძალიან საინტერესო მეცნიერებაა რა. მიწისძვრების პროგნოზირება რეალურია. ეს შეხვდა კიდე რაღაცა, რომ რაღაცა მიწისძვრას ელოდებიან, ხშირად არის ხოლმე რა. არის რაღაცა, მოკლედ განსაკუთრებით პოპულარული იყო თუ არ ვცდები 70-იან 80-იან წლებში რამოდენიმე მეთოდი მიაგნეს. ერთ-ერთი მეთოდი იყო წყლის ანალიზს აკეთებდნენ, განსაკუთრებით სიღრმიდან რომელიც წყლებიც ამოდის, როცა თქვეს, რომ ჩინეთში იყო როცა თქვეს, რომ აი მივაგენითო, რომ რაღაც ქიმიური შემადგენლობა მაგ დროს ირევა წყლის და აი რომ ეს იმის ნიშანიაო, რომ იწყებაო იქიდანო და ვულკანებთანაც კავშირშია რა, არა მარტო ანუ ფილების შეჯახება სადაც ხდება, ყოველთვის ერთი ფილა მეორეს ქვეშ ცურდება. და ეს შეცურება კარაქივით ვერ ხდება ესე რომ არანაირი ის არ გამოწესდეს რაც მაქსიმალური ძალა რო დაგროვდება წკაპ პატარა ჩავა და ეს წკაპარი ამ ხელა მასშტაბით რომ მე მიწისძვრას იწვევს და თქვენ და ეთყობა სანამ ეს წკაპ მოხდება მანამდე ხო რაღაცა დაძაბულობა ქვემოთ მეტია და ეს წყალს ამიტომ ცვლისო ამ ქიმიურ შედგენილობას და აი მივაგენითო და სადღაც მიაგნეს რაღაცა ანალიზი გააკეთეს არიქა დავიღუპეთ იყო და რაღაც ევაკუაცია გააკეთეს მთელი სოფლის და მოხდა მიწისძვრა და გადარჩა მთელი და იყო მთელი ამბავი რომ შეო მივაგენით და ადამიანს ეხა რაღა ემუქრება და მეორეჯერ რაღაცა ქალაქი გაასახლეს და არაფერი არ მოხდა აბსოლუტურად არა და იქ აირია და ანუ არის რაღაცა რამოდენიმე წუთით ადრე ცხოველები ხვდებიან არის და ამიტომ თევზები ყავთ და რაღაცა მაგრამ არ ვიცი ცხოველებში იმიტომ რომ ადამიანი ამას ვერ ხვდება მაგრამ ესეთი მეთოდი რომ ნუ იაპონელებს ეცოდინებოდა თუ აქამდე. ხო არ არსებობს. ერთადერთი მეთოდი არსებობს შესაბამის ზოლებში, რაც ვიცით, რომ სად არის აქტიური ზოლი და სად შეიძლება მოხდეს, სად არ მოხდეს. რეგიონები, ხო. მომზადებული იყოს მოსახლეობა, როგორც იაპონია საუკეთესო მაგალითია. ამინდის პროგნოზები საიტები იქნებოდა, რომ ხო, ნუ არ არსებობს და თან როგორი პროგნოზი იცი, რომ აი რო ხდება, წარმოიდგინე ერთი პატარა ამინდის პროგნოზი შეგეშალა და კაი ხოლგა წამოიღე და ნუ არ იხმარ და წაიღებ უკან და ეხლა მთელი ქალაქი გაასახლოთ თბილისში ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ რაღაც პროგნოზი რო იყოს და მთელი თბილისი რო გაიყვან თან გაიყვანო რა ცხეთაში კი ვერ გაიყვან ბათუმამდე მაინც უნდა ჩაიყვანო ყველა რო ხო მიზურა დიდი ამბავია რა და უი ბოდიში იცით არ მოხდა და უკან დაბრუნდით ხო ჯერ ამ ხალხის გამოყვანა 100%-იანი მეთოდი თუ არა გაქვს წარმოუდგენელი ამიტომ არ არსებობს ამის პროგნოზირების როდის
სად არსებობს და ვიცით ეს აქტიური ადგილები სად არის და იქ ყოველთვის ვთქვათ უნდა იყო. ძალიან უცნაური იყო თურქეთში რომ ეხა მიწვი რა მოხდა, თურქეთი ერთ-ერთი რისკის ზოლში არის რა. და ის ბევრი ქალაქები რო დაინგრა, მე ცოტა მიჩქმალეს, თორემ მეორე ქალაქი იყო, სადაც კარგად აშენებული სახლები იყო და იმას არაფერი არ დაემუქრა. ერთადერთი მაგის პასუხი არის სწორი მშენებლობა იმ სიძლიერის გათვალისწინებით, რა მიწისძვრებიც არის მოსალოდნელი და ნუ ისტორიის მანძილზე იციან. ხო, რაღაცა მოდი იქ არ თხოვდნენ რაღაცა სტანდარტებს. არა და ის სტანდარტები არის, რომ იმ სტანდარტის ცემენტი უნდა იყოს, იმ სტანდარტის იმ ბალზე უნდა იყოს გათვლილი რამდენიც მოსალოდნელი, რამდენიც იმ რეგიონში ყველაზე მაქსიმუმი ყოფილა. კი, შეიძლება ისე მოხდეს, რომ უფრო დიდიც მოხდეს, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მაგრამ ნუ ერთ-ერთი თავდაცვის საშუალება არის, რომ ვიცით, რომ აქ ამდენი მომხდარა და პოტენციურად შესაძლებელია, რომ მოხდეს. და უნდა ააშენო ისე, რომ ეს არ მოხდეს და რო არ თხოვდნენ, იმიტომაც იმ ქალაქებში უბედურება მოხდა და გვერდზე ქალაქი იყო, მე იმის მერი ძალიან პოპულარული გახდა და მთელი ამბავი იყო, რომელიც ძალიან იცავდა ამ წესებს და იქ ნუ თითქმის არ ყოფილა მსხვერპლი, ნუ რაღაც ცოტა რა შეიძლება ეხლა რაღაცა კონდიციონერი არის მიამაგრეს კარგად და გადმოვარდა და ვიღაც დაეცა, ეხლა ეგეთები ხდება, მაგრამ მასიური უბედურება არ ხდება. ქანებიც ესეთი რაღაც ფენა არის, ხო? წარმოიდგინო, ეს ტექტონიკური ფილები, ქანები კი არა და ფილები, ანუ ფილები არის, ეს არის მყარი მონაკვეთები დედამიწაზე, რომლებიც აი ამ მანტიაზე ზემოდან მოძრაობს. ეს არის ძირითადად არა ესეთი გულში რაღაც დედამიწის გულში რაღაც ესეთი კი არა რაღაცები რა თავისუფლად მოძრაობს. ანუ ერთმანეთში ჩასმული არის უკვე, ხო? ერთმანეთზე ესენი მუდმივად ანუ ისტორიის მანძილზე, გეოლოგიური ისტორიის მანძილზე ესენი შორდებიან და ერთდებიან. ანუ დღესდღეობით მაგალითად აი რო ვიცით რომ ყველაზე კარგი მაგალითი არის აფრიკა და სამხრეთ ამერიკა ჯდება ფაზლივით, ხო? რაღაცა ერთმანეთ დღესდღეობით ერთმანეთ შორდება. მაგრამ ეს რო შორდება ერთმანეთს ნიშნავს რომ მეორე მხრიდან იქიდან შეერთდება იმასთან რაც იქ დახვდება ხო რაღაცა იმისი ხმელთაშუა ზღვა იკეტება აფრიკის ფარი ქვემოდან აწვება ევრაზიისას ნაწილი მონაკვეთები არის ხო ესეთი და ეს არ ემთხვევა ყოველთვის არ ემთხვევა და უმეტესად არ ემთხვევა კონტინენტის სანაპირო ზოლს ეს შეიძლება რაღაც ოკეანის ნაწილსაც მოიცავდეს რა ეს ფარი ცოტა სხვა ერთეული სიმაღლის გამო არის წყალი უღარ შედის ხო და ანუ ამათი მოძრაობით არის რომ აი რაც თქვით რა რომ ცოცხალია რომ ერთი ფარი მეორეს რომ მიაწვება შუაში რაც არის იმის ამოზიდვა ხდება და დღესდღეობით მაგალითად აი ახალზელანდიაში იყო კიდე ერთი მაგარი მიწისძვრა ცოტა ხნის წინ ხო რელიეფი შეიცვალა ისეთი მიწისძვრა იყო ცნობილი კადრი იყო ძროხები რო კუნძულზე დგანან ანუ მინდორში ბალახობდნენ და ჩავარდა მიწა და ეს ამოვიდა და წყალი შემოვიდა ისეთი ცვლილება გამოიწვია და ესენი დარჩნენ კუნძულზე ზროხები ხო ეს ლოკალურია და პატარა ანუ მან შეიძლება რომ ქვემოთ რაღაცა ის ყოფილიყო წყლის მიერ გაკეთებული რაღაცა და რაც ჩავარდებოდა მაგრამ აი დიდი ის რაც არის მაგალითად დღესაც კავკასიონიც და ალპებიც და ჰიმალაებიც მატულობს იმიტომ რომ აწვება ეს ფარი რა და ამოვდივართ ზემოთ ვიჭლიტებით როგორც ყოველთვის ისტორიულად ქართველები ვიჭლიტებით. მე გავიცოდი. ხო, სიმაღლეში მატულობს. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა მცირეა ამის მომატება. ანუ ეს სამივე ალპებიც, კავკასიონიც, ჰიმალაებიც არის ტექტონიკაში ქვია ოროგენეზისები, თათა წარმოშობის პერიოდები, როცა სხვადასხვა პერიოდებზე სხვადასხვა მთების სისტემები წარმოიშვა და ალპური ოროგენეზისია ბოლო ოროგენეზისი, რომელიც დღესაც არ დამთავრებულა და დღესაც მიდის და ამ თათა წარმოშობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ხო, მე გავიცოდი. ცოტა კიდევ უფრო გავართულოთ. გავართულოთ. აი ეს ყველაფერი ასაწყები რანაირად შეიქმნა. ეგზისტენციალურ საკითხებზე გადავიდეთ, ხო? მან დრო თეორიებია იმდენი უნდა. არის თეორია რომ ერთმა ხელის მოქნევამ შექმნა ყველაფერი. არის თეორია რომ ერთი დიდი რაღაცა იყო და აფეთქდა, მაგრამ მან სასტრაფო ჩდება მეორე კითხვა რომ ის დიდი რაღაცა რამ შექმნა. არის თეორია რომ რამ შექმნა და რამ აფეთქა მე. ხო. ნუ აფეთქა რაღაცა არ შეაერთეს. არის თეორია რომ ვირტუალური რეალობა და ჩვენ უბრალოდ აღვიქვავთ ამას როგორც რეალობად თორე ისე სიმულაცია. ბევრს რომ უსმენ ვირტუალურისკენ ვიხრები სიმართლე გითხრა. სიმულაციის. ხო, ანუ მან აი ზუსტად თავიდანაც გითხარი დასაწყისში ვთქვი რომ ფიზიკაში და აი ამ კვანტურმა ფიზიკამ და კვანტური ფიზიკის სამყარო რა არის საერთოდ და იმდენად შეცვალა წარმოდგენა ბევრ ამას რა თქმა უნდა ვერ ვიგებ
ცოტა ხალხი რომელიც ახლა რო ვცდილობ მე ესე ვცდილობთ რომ ახსნას თუმცა ეგრეც რო ვცდილობენ რაღაცებს მაინც ვერ ვიგებ ხოლმე მე მაგრამ ნუ ის ფაქტი რასაც ვიგებ რომ როცა აკვირდები ნაწილაკს მაშინ როცა აკვირდები მაშინ ნაწილაკია და როცა არ აკვირდები მაშინ ტალღა უკვე ჩემი შესაძლებლობიდან კი ბატონო მივიღებ ამას და დაგეთანხმებით მაგრამ ამ პოდკასტში ყოლია ვინც რამდენიმე ადამიანი ვინც მიხსნიდა მაგას მაგრამ ამით ვერ გავიგე არა მე აგიხსნი თუ მეც გავიგე რასაც მიხსნიდან მაგრამ როგორ ხო აი როგორ აი მაგას უკვე ვეღარ ვიგებ და ცოტა უძლური ვარ ხოლმე მან და უფრო მარტივია მაგ დროს რომ აი იმ თეორიისკენ გადავიდეთ რომ ერთი დიდი რაღაცა არსებობდა და აფეთქდა მაგრამ აი მან დის კითხვა არის მეორე ეს დიდი რაღაცა როდემდე როდის წარმოიშვა და მანამდე რა იყო და მე მანდარი რომ მანამდე სხვა აფეთქება იყო და ის შეიკუმშა და ხო მაგრამ მანდაც მიდიხარ იქამდე რომ არ თავდება და საწყის ვერ აგნებდა ბოლოს მიდიხარ იქამდე რომ საწყის ის აფეთქება სადაც მოხდა ისიც ხო სამყაროა ანუ აფეთქება სამყარო და ესე ხსნიან რომ აი ბურთი წარმოიდგება და ფართოვდება ეს სამყარო კიდე ფართოვდება რაშიც ფართოვდება ისიც შესაძლებლობაა ის რაშია ხო აი თვითონ რაში ფართოვდება რაღაცაში ხო ფართოვდება ხო და იმდენი სივრცე არის რა იმდენი კითხვა ჩნდება მან რომ აი რაღაც ამ მზის სისტემის პლანეტებამდე შემიძლია წარმოვიდგინო რომ დედამიწასავით როდესღაც ცოცხალი პლანეტა იყო მარსი შეიძლება სიცოცხლეში არ ჩქეფთა მაგრამ ნუ პროცესები რაღაცა მსგავსად მიდიოდა, რაღაც ბევრი ლაპარაკია რომ დალექვაც მიდიოდა, იქ რაღაც აღმოაჩინეს რომ ნადავლი ქანები არის თუ არა. უცხოეთში ძალიან საინტერესო იმას უსმენდი რომ მთვარეზე როცა გადავიდნენ, ვინც გადავიდნენ, იქ რაღაც ერთი სამხედრო იყო, ერთი კოსმონავტი იყო, პილოტი იყო და ერთი იყო გეოლოგი. ყველაზე მეტი ინფორმაცია ვინც ჩამოიტანა იყო ეს გეოლოგი. ანუ ესე აქედან დაკვირვებით ამ პლანეტაზე მეტი ინფორმაცია ჩამოიტანა. დაკვირვებით ძალიან ძნელია გეოლოგიაზე დასკვნები გავაკეთო რა, იმიტომ რომ აი ხო გეუბნები რომ იხვიდე ჭრილთან და ეძებო, შეიძლება დიდი ხანი ძებნის შემდეგ ვერაფერი ვერ იპოვო, მაგრამ რაღაც თვეების მერე რაღაცას მიაგნო და რაღაცა თქვა და ეხლა ჩორიდან აქედან მთვარეზე ან მარსზე შეხედო და თქვა, ნუ თითქმის წარმოუდგენელი, კი რაღაცების თქმა შეიძლება, მაგრამ აი ადგილზე რო ჩახვიდე და ნახო და მე ანალიზი გააკეთო, ალბათ უკვე ზუსტი შედეგები და ამბები გვექნება. ამ მასშტაბით ლოგიკურად წარმომიდგენია რომ მას კი რაღაცას იზავს, მე ვიღაც გეოლოგს წაიყვანენ, ნახავს რა და რა უკვე მივალთ იმ დასკვნამდე რომ უი დედამიწასავით როდესღაც ან არა დედამიწასავით არა იქ ისე მოხდა რომ ატმოსფერო ვერ ჩამოყალიბდა და ამიტომ ესეთი პროცესები მიდიოდა და ნუ რაღაცა დასკვნების გაკეთება და წარმომიდგენია მზის სისტემა როგორ შეიქმნა. იმას იქით უკვე ვერ ხვდები, ანუ იმიტომ რომ იმდენად წესით იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად მრავალრიცხოვანია პლანეტების რაოდენობა, რომ შეიძლება რომ სხვანაირად განვითარებულიყო, ხო? აი სხვანაირი რაღაცები მომხდარიყო და სხვანაირად განვითარდა და არის ახლა. მაგრამ აი სხვანაირად როგორ ეს სანამ არ მიხო, აი მაგალითად იყო დიდი ხანი იყო წარმოდგენა რაღაც ბოლოკლებების სანამ არ ჩატარდა, რომ ჟანგბადის გარეშე ვერც ერთ ცოცხალი ორგანიზმი თუ არა მზის ხივებს ვერ იღებს, ვერანაირად ვერ იცხოვს. მე აღმოჩნდა რომ ოკეანის სიღრმეში თავისუფლად შეიძლება რომ სხვა იმიდან იღებენ, ხო? ანუ ისეთი ეხა უკვე ვიცით, იმიტომ რომ ნახეთ და უი ხო აი ყოფილა. მაგრამ მანამდე ხო იყო ყველანი დარწმუნებულები ვიყავით რომ არ არსებობს. ამიტომ იმ რაღაცეებში რაც ეხა დარწმუნებულები ვართ რომ არ წარმოუდგენელია და ვერ იქნება, თავისუფლად შეიძლება რომ იყოს. ამიტომ ვერაფერს არგუმენტს ვერ ვდებ და ერთადერთი, ამიტომაც არის რა, ერთადერთი მეცნიერებას, რასაც შეუძლია და იგივე კვანტურ ფიზიკაშიც ეს ტალღის და ნაწილაკის ამბავი არის ის, რომ ექსპერიმენტულად ჩაატარეს და შედეგები მიიღეს. და აი სანამ ექსპერიმენტულად და შედეგები არ აქვს შენ თვითონ თეორიები რამდენიც გინდა და როგორც გინდა, მაგრამ აი ესე გადასარევი თეორიები ისე გამქრალა და ახლები გაჩენილა რამდენიც გინდა, მაგრამ ნუ თუ თეორია არ არსებობს, მეორე მხრივ იმ მიმართულებით არ წახვალ რომ დაამტკიცო ეს მართლა არის თუ არ არის და ამიტომ მეცნიერების მუღამიც ეგ არის რა, აბსურდულ ერთ შეხედვით აბსურდულ თეორიას იფიქრებ რომ ჩვეულებრივი ადამიანების წარმოუდგენელია, მე მტკიცებულებას იღებ. ახლა მაგალითად ადამიანები ყველანი კი კაცო ეინშტეინის თეორია, ფარდობითობის თეორია, აბარა რო კითხო 90%-ს არ მოიცა რანაირად მოიცა მე დავბერდები ის არ დაბერდება, ხო, ანუ წარმოუდგენელი არის. ამ დროს ვიცი რახან ფორმულით დამტკიცა და ყველანი შევთანხმდით რომ კი ბატონო ეს ფორმულით დამტკიცა და ნამდვილად არის. ამიტომ ერთადერთი
ამაში შეიძლება ხო გეუბნები მე იმისკენ ცოტა არ ვიცი ბევრი ფილმების ყურებამ წამიღო თუ ესე მინდა რომ იყოს პარალელური სამყაროები და აგრეთვე აქეთ ვიხრები მინდა რომ იყოს ესე ეგ კი არა ისიც მინდა რომ შემეძლოს გადასვლა და ნახვა მაგრამ ფაქტია რომ ამის დამადასტურებელი ჯერჯერობით არ დვალის ლექციებს რო უსმენ ხოლმე არისო მაგრამ ვერაფერს ვერ ვიგებ იქ და მეც ვერ ვიგებ ხოლმე ბევრს ამიტომ სანამ მე არ გამაგებინებ არაფრის მე არ ვჭერ ო ყველაზე ძალიან მე რაც მომწონს რა არის ეს სიმულაცია მაგრამ სიმულაცია ხანდახან ისე ეს მithვა ძალიან კომპიუტერის ენაზე მაგრამ არ არის აუცილებელი კომპიუტერული სიმულაცია იყოს ანუ სხვა მასშტაბის სხვა ფორმის სიმულაცია შეიძლება იყოს რა ხო რომლის რელიგიურადაც რო შეხედა სიმულაცია რელიგია გეუბნება შენ ხარ სული რომელიც ამ ქვეყანაზე მოხვედი სადაც მიწიდან შექმნა ღმერთმა და ეს ხორცი ის მიმავალია და ეს სიმულაცია არის ესე იგი ეს მიწიერ ცხოვრება ხო? ხო, ეგ რო გადაიყვანო იმ ტექნოლოგიებზე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეგ არის ჩვეულებრივი რაღაცა დაუშვათ VR ტექნოლოგია, რომელიც შენ აქ გიკეთია და ხო, და იქიდან ხო რაღაცა იმ ავატარს მოძრავებ და იმას განიცდი, რასაც იქ ხო? ცოტა რო გადავიყვანოთ ეგ ახლა რაც გვაქვს იმაზე. მომენტ ბიბლიას რო კითხულობ, იქიდანაც ეგ დასკვნა შეიძლება გამოიტანო რა, ხო? ბიბლიაც მაგას გეუბნება და რელიგია რო ძველი რელიგიები რომ შენ ხარ სული ზოგი ცნობილი სიძახი ზოგი მას რომელიც მოხვედი სამყაროში ხორციელ სამყაროში და მომენტ ხორციელი სამყარო არის სიმულაცია ხო? არ არის ნამდვილი სამყარო იქ არ ხარ ნამდვილი და მოემზადო წასასვლელად ამას გასწავლის რელიგია ესე იგი ამ სიმულაციაში რელიგია გეუბნება რომ მე ისევ აქ დაბრუნდები და ეს რაღაცა ის არის რა სათამაშო ზოგი გეუბნება რომ ისევ უკან მოვდი ხარ ზოგი გეუბნება რომ არა წახდა იქ ხარ მაგრამ ნუ მაინც სიმულაცია გამოდის ეს ზოგი გეუბნება ვინც ცუდად იქცეოდა ზედად მოუსმელში წავა ხო ალბათ ხო და მაგიტო ვიძახი ეს თეორიები არის აი დაახლოებით ეგ რაც შენთან ახლოა და რაც შენ გინდა რომ იყოს იმას იჯერებთ მაგრამ როგორც კი მეცნიერება რასაც ქვია მეცნიერება ქვია იმას უკვე რომ ფაქტი დამტკიცებულია ფაქტი ხო რა რაღაცა ექსპერიმენტით იზომება ან რაღაცა დამტკიცებულია როგორც კი ეს ხდება მე სხვა შორის მე ადვილად იღებს ადამიანი ნებისმიერ სიგიჟეს აი ნებისმიერ სიგიჟეს აი რამდენი მაგალითი ვთქვით აქ რო ხო რაღაც იმას რა ქვია ელემენტს როცა უყურებ ნაწილაკს როცა უყურებს სხვანაირად იქცევა და რო არ უყურებს სხვანაირად ხო სიგიჟია რა ეხლა ეგ რო არ ვიცოდეთ რომ ეს არის ფიზიკა და ექსპერიმენტი დამტკიცებულია ნუ კაი რას მაგოიმება არის ხო და არ დამტკიცებული რო არის მე ხო ნუ ახლა დამტკიცეს ეხლა ესე იგი ეგრეა რა მე ადვილად იღებს ადამიანი და ალბათ მანდაც არის რაღაც გასაღები რომ რაც უფრო დავიჯერებთ რაღაცას, მით უფრო ახლო მივალთ იმ ჭერშმარიტებასთან. შეიძლება ეგრეც მუშაობს რა ეს სამყარო. შეიძლება ხო. ხო, აი არა. ის გიხსნის ახალ. ხო, და ეს გახსნები მგონია რომ უსასრულოა რა, როგორც სამყარო არის უსასრულო და ამაში ვწუნდებით, ხო, რომ ნებისმიერი გაზომვებით და ნუ აი გეოლოგიური დრო ხო ძნელი ის არის ასახქმელია და ასტრონომიული დრო ხო საერთოდ წარმოუდგენელი ასახქმელია ხო იმდენად შორს არის რომ ვერასოდეს იქამდე ვერ მიხვალ რას ქვია ხო ანუ იმ დროში რომ მიდიხარ ისიც მიდის და შორდა ხო იმდენად უსასრულოა რომ ეს არასოდეს არ მორჩება რა ანუ აი ამას გავიგებთ ეს დარტყდება ეს და უსასრულოა მარტო იქით არა შიგნითაც წახვიდა ხო სიღრმეშიც იგივე არის ხო მიკროდონეზე წახვიდა ხო ეგ ეცხო რამდენი პერიოდი იყო ადამიანის იმაში რომ აი всё დავედით აი ეს არის ბოლო და მე აღმოჩნდა რომ კიდე ქვემოთ ჩადიხარ და ალბათ მეცნიერების მუღამიც ეგ არის რა რომ ყოველთვის რაღაცას რომ ნახავ მოგზაურების ის ხო ეგ იყო რა რომ რაღაცა მივიდნენ ნახეს იქ ოკეანეა სანამ სპილოები და კუები არიან, აი იდგანან აქ ცოტა ხანი ნაპირზე, მაგრამ მე ვიღაცამ თქვა რომ მოიცა წამოვნახოთ და გადავიდა ამერიკა ნახა, ხო, მე იქიდან რაღაცა და მე ხა მოდი მარსი ვნახოთ. ადამიანის მთელი შემეცნების მთელი ხიბლიც მაგაშია, რომ არასოდეს არ ძღება იმითი რაც ნახა. იმ წუთში ახალი პრობლემა, იმ წუთში ახალი რაღაცა კითხვა, ახალი ამოცანა და იწყებს იმაზე და ეგ არასოდეს არ დამთავრდება და შესაბამისად არც მეცნიერება არასოდეს არ დამთავრდება. არ არსებობს მეცნიერება, რომელმაც ყველაფერი გამოიკვლია რა, უფრო ღრმად და ღრმად ჩადიხარ და რაც უფრო მეტი იცი, იგ უფრო მეტი არ იცი. ხო, კი ეგრეა. და კიდე ეს fine tune თეორია მოწონს. რომელიც ამბობს რომ რაღაცა პარამეტრია სამყაროსი, მაგალითად სინათლის სიჩქარე, ელექტრომაგნიტური ძალა, მიზიდულობის ძალა რაღაცები,
რომელიც აი ერთი მაინც უდნევ რო შეცვალოთ, ცხოვრება შეუძლებელია, ანუ აირევა ყველაფერი სამყაროში. ეს რო დაალაგებულია და galaktikები, პლანეტები, ამიზიდულობა, ადამიანები ვართ, ესე მოქმედებს ატომები ერთმანეთთან, ეს ყველაფერი არის აი რაღაც რაღაც პარამეტრი, რომ ესე არის გასწორებული. ერთი ცოდნა რო აუწიოთ, ირევა ყველაფერი და ეგეც ხო ის არის, რა ქვია, ბალანსი, ანუ ყველაფერს უჭირავს ერთმანეთი, რა, კოსმოსით რო შეხედა, დედამიწაზე რაც თქვით, რომ ყველაფერი მიისწრაფის, იქაც რაღაც ბალანსისკენ მიისწრაფის სულ, ხო, რაღაცა პლანეტები ერთმანეთთან გრავიტაციით. რაღაც ლოგიკა აქვს, ეს ქაოსი არ არის რა სამყარო რა. აი, ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ეს რო იყოს სამყარო და ეს რა აურიო. რაღაც პერიოდის მერე ისევ დალაგდება. ხო იცი, ის სათამაშო რო არის რაღაცა თოვლი რომ მოდის და ბოლოს აი რაღაცა ეგეთი რაღაცა კანონზომიერება არსებობს, რომელიც ისევ აბრუნებს იმისკენ. უბრალოდ ამარების დროს ბევრი უპეტურება ხდება და კარგია რომ არ ავრიოთ ჩვენ თვითონ და ეხა თუ აირია რას ვიზავთ ეხა ეგრეა რა. კი ბატონო. ამ ხშირად ფიქრობ ხოლმე ამ თემაზე ეგეთ. ძალიან, მით უმეტეს მიყვარს ამ პოდკასტების ყურება და თან ის ადრე იყო ხოლმე რომ აი ვინც ამის მოყვარულია ისინი ეძებდნენ რომ რაღაცა მოდი ვიპოვოთ აბა ის რაღაცა შეთქმულების თეორია ის რაღაც ბევრი რაღაც რომ ალავენ არ გვეუბნებიან რაღაცა იყო ეხლა წამოვიდა რომ ისეთი რანგის და ისეთი რეგალიების მქონე მეცნიერები ამტკიცებენ მსგავს თეორიებს რომ ძნელია რომ აი ერთი შეიძლება გაგიჟდა რა ხო ნუ აი დაბერდა და გაგიჟდა თქვა ვიღაცაზე მეორეზე თქვა რომ აუ ეგ სპეციალურად აკეთებს რომ ბევრი ფული იშოვს რაღაც მაგრამ იმდენი წამოვიდა და იმდენი ლოგიკური ახსნები აქვს ამას რომ უკვე ხვდები რომ რაღაცა ძალიან საინტერესო ამბავია და თან მეცნიერულად ბევრი რაღაცა თეორია რო ჩამოყალიბდა ამის დასაბუთებული და ამიტომ ძალიან საინტერესოა და უყურე ხამასიდან თუ უყურებდი აღარ მახსოვს გვარი ვინც პირველმა მოიგონა მიკროჩიპი ფიზიკოსი, რომელსაც პირველად მიგდა და ეს კოდირება შექმნა ნოლიანის და ერთიანის და კვანტურ ამტკიცებს რომ ეს ნოლიანი და ერთიანი იგი ანუ ეს ზედაპირია. ქვემოთ რაც არისო, ეგ არისო მთავარიო რა. იქიდან აი და იმისი რა ქვია, ეგ იყო სიმულაციის თეორიას რომ ამ სამყაროში ჩვენ ვარ და ტვინი კი არ არის გადამცემია. ხო, ანტენა არის გადასცემს ხო იქ ამ ემოციებს და ყველაფერს, სადაც ის ადამიანი ზის, არ ვიცი ხა ამას ვხატავ, იმიტომ რომ მარტო ის ვი არის მაგ ნანახი და შეიძლება რომ ეს სხვა ტექნოლოგია, ესე ვქნათ რაღაც მილგამაგრებენ აქ რაღაც ფილმში მაგ ნანახი და განიცდი იმას რაც აქ ხდება. აი იმაში იყო Black Mirror-ის ახალ სეზონში არის. ხო, Black Mirror-ში არის რომ მიამაგრებენ, ხო, და იგივე ემოციას განიცდის და ეს იმდენი შემოდის რომ ძალიან საინტერესოა ამ ადამიანებს მე, იმიტომ რომ მარტო ესე თეორიებს კი არ აბრახუნებენ როგორც ეხლა მე, იმიტომ რომ ცოტნა არ მაქვს ამაში, აი ფიზიკოსი რო ხსნის დასაბუთებულად. ხო, მათემატიკოსი. ხო, და ამ რაღაც იმებით ხსნის და ამიტომ უმაღლესი ეშელონის მეცნიერები არიან ესენი რა, აი ოქსფორდის და კი და საინტერესო რა არის, აი მან დუაფასებ ხოლმე დასავლურ განათლებას რა. რომ უნივერსიტეტებში შეიძლება მუშაობდეს ფიზიკოსი, რომელსაც ეს თეორია აქვს და ამ თეორიაზე მუშაობდეს და იყოს ფიზიკოსი, რომელიც დადის კონფერენციებზე, აკეთებს სტატიებს, მუშაობს ჩვენთან წარმოუდგენელია, ან სამწუხაროდ ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებში ვინმე რო ეგეთ თეორია გააკეთოს, ნუ გიჟიაო და გავაგდოთო და უმკურნალოთო და რაღაცებს დაიწყენ, ხო? ძირითადად ესე ხდება. ხოლმე სამწუხაროდ, არ ვიცი ეხა როგორ ხდება, ჩემს სფეროში ეგეთი რაღაცები არ არის, მაგრამ ფიზიკაში მე რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ რაღაც მიწიერზე თუ არ ლაპარაკობს, არასერიოზული კაცი იქნება. იქ მთელი რაღაც მიმართულებებია, სადაც მე ასპირანტები აყავს, ვისაც ეს აინტერესებს და ამ თემებზე მუშაობენ, კი არა? აი შენ ძალიან გატაცებული ხარ და იყავი და მე მიგზავნიდი და მე ჩამითრიე წინა ცხოვრებების და ეს ტიპები ვინც ამას იკვლევენ უნივერსიტეტებში კათედრაზე წარმატებული პროფესორები და ხო ქირურგი მოქმედი და ნეირომეცნიერი და ხო და ანუ ეს მიმართულებები ხო თუმან როგორ არის იმდენი მიმართულება ყველას აწვევიან და ერთ-ერთი გაამართლებს რა ხო ნახოთ რა იქნება ხო რა იქნება შემდეგ კაი ბოლო კითხვა ტრადიციული ცხოვრების აზრი რა არის ალბათ აი ძიება რა რაც ეხა ვთქვით რომ მეცნიერების და ადამიანის ისიც ეგ არის რომ აი სულ რაღაცა ახალი ისწავლო, ახალი ეძებო, ახალი გაიგო. ეგ გაცოცხლებს და ეგ არის რომ არ გბეზდება. თორე რაღაცა ერთი და იგივე და ნებისმიერ რამეში შემილია რომ იგივე ვთქვა რა რაც არ უნდა გემრიელი
რატო გამახსენდა ეხლა ლაბაძეს უნდა გახსენებოდა ეს, მაგრამ რაც არ უნდა გემრიელი საჭმელი ჭამო ერთი და იგივე, ლაბაძე აფეტიშებს იმაზე რა ქვია ჩაკაფულზე, ხო? აი რაც არ უნდა გემრიელი ჩაკაფული ჭამო ერთ და იგივე, ნუ რაღაც ახალი ძებნა თუ არა და ნუ გაგიჟდები რა ბოლოს რა მოგბეზდება და აზრს დაკარგავს რა. ნებისმიერ რამეში ეგრე არის რა, რაც არ უნდა გიყვარდეს ერთი რაღაცა, აი რაღაცი იმის მერე სულ ახალი და ახალი გინა. როგორც კი აღარ გინა ახალი, მან ჩენი განვითარება თავდება და მან ალბათ უკვე ცუდად არის საქმე და განვითარება არის. არ ვილაპარაკოთ განვითარებაზე როგორც დაუშვათ სწავლაზე, მაგრამ ნებისმიერი მიმართულებით რა, მუსიკოსი მუსიკალურად, თუ ცხოვრების აზრი არის, რომ განვითარდე და ნელ-ნელა წინ წახვიდე და რაღაცა შეჯიბრი არის შენ თავთან, რომ აბა ამ ცხოვრებაში რამდენად შორს წავალ. სადამდე მივალ რას შევძლებ რა. კი ვიღაცა უფრო შორს წავა, მაგრამ ვიღაცა შენზე უფრო ქვემოთ იქნება და ყველა ადამიანს თავისი შედეგის დადების შესაძლებლობა აქვს და რაც უფრო კარგი შედეგი დადებს, რაღაც შენ თავთან შეჯიბრი არის, რომ აი ეს გავაკეთე. ჩემი აზრით, ჩემთვის ეს არის რა, იმიტომ რომ ყოველთვის როცა რაღაცას ვაკეთებ და მე ახალს ვიწყებ, მოდი კიდე ეს მაცოცხლებს, თორე ალბათ იქიდან გამომდინარეც აი ეს დასვენებაზე რომ მკითხე, წამოწოლა და ეს კი ხანდახან კარგია წამოწვევი და არაფერს არ აკეთებ. ხო, ეგ კარგია, მაგრამ დიდი ხანი ეგ მერე სხვა პრობლემებს აჩენს. ხო. და კიდე ადამიანს უცნაური თვისება აქვს ეგ ზოგადად აი ეს რომ არაფერი არ აღმოყოფილებს რა. აი ეგ არის კიდე ძალიან უცნაური თვისება. აი რაც უნდა გემრიელი ჩაკაფული ჭამო, მაინც რაღაცას ეძებ კიდე უფრო. აი იცი რომ კიდე უფრო რაღაც არსებობს იდეალური ანუ. მე მგონია რომ ევოლუციურად აქამდე რო ამოვედით, ეგ ძალიან დიდი დამსახურებაა მაგის. იმიტომ რომ ეხლა რო გაყვე ისტორიას და გეოლოგიას არა და ჩაყვე ადამიანმა რა გამოიარა ბევრ ადგილას შეიძლება რომ გაჩერებულიყო, ხო? და ყოფილიყო იქ. ხო და იმიტომ რომ ეს რაღაცა ცხენით დავდივარ, აღარ ვიღლები, სინათლე როცა მინა სანთელს ვანთებ და აი ახლა რატო ვიფიქრო იმაზე რაღაცა დენის რაღაც იქ მოვიდეს. ხო, მაგრამ აი მეტი სინათლე მინა უფრო დიდი მინდა. ეხლა კიდე ტელეფონით გინდა მარტო ფერი შევუცვალო რაღაცა. აი ტელეფონით მე უკვე ხო არის ლაპარაკი, რომ მალე ტელეფონიც არ იქნება და გონებით გადართავ, ხო? აი რა გჭირს თითი რა. ხო, მაგრამ აი მეტი გინდა უბრალოდ რა იმაზე კი არ არის რომ გაზარმაცდი. პირიქით უფრო წინ და წინ წახვიდე. ხო, ეგ უცნაური თვისება აქვს. უცნაური და მე ვფიქრობ რომ თავარი რაც გაგხვა და აი ამ მონოპოლისტებად ამ პლანეტაზე იმედია სხვებზეც გადავა. შეიძლება ახსნა მოუძებნო რომ აი ევოლუციამ გვაიძულა რომ ესეთი ტვინი გქონოდა მაგრამ ნუ მე მგონი რომ პირიქით არის ეგეთი ტვინები რო გვაქვს მაგიტო გავასწარით სხვას ევოლუციასაც ხო ესე იყენებენ ხოლმე რომ ეგ როგორ იციან ეგ ევოლუციის გამო არის მაგრამ აი რო ჩაეძვე რანაირად აი ევოლუცია როგორ მოიყვანა ვერ გითხრა მაგრამ ეგ კაცო ევოლუცია რაღაცა მოთქვანი ინსტინქტზე ან რაღაცა ადამიანი რატო აცემინებს მაგალითად ხო რა არის ეს კი აცემინება კი არა დასლოკინება თუ რაღაც რომელიღაცა ინსტინქტი რომელიღაცა ის არის ადამიანის რომელიც ჯერ ვერ გამოიკვლევს რატო აქვს და მატროც გამართლება არის რომ ეგ ძველი ის არის შემორჩენილი და ადამიანს აღარ ჭირდება ბევრი რამ ხო რაც არ ჭირდება ეხლა მაგრამ ჯერ ევოლუცია ვერ მოიშორა რა კარგი დიდი მადლობა პირიქით მადლობა იმედია მაყურებლების გასაგორად გასაგებენაზე აუხსენი სტრატიგრაფია და პალეონტოლოგია ხო ვინც არ იცოდა აი თურმე რაღაცებს ხარ შეჭიდებული იმის გარდა ხო ნუ ეხლა სამეცნიერო კვლევას აღარ ვაკეთებ მაგრამ ვცდილობ რომ რაც ვიცი სტუდენტებს აუხსნა და გზაზე დავაყენო და თუ არ მოეწონებათ გადავლენ სხვა სპეციალობაზე და თუ მოეწონებათ გაყვებიან და ერთით მეტი გეოლოგი გვეყონება პალეონტოლოგია სტრატიგრაფია კაი მოკეთ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო იყო არაჩვეულებრივი ჩემი გამონახეთ რო და გადმოჯერ კიკით მაგიდიდან არ ცოტა ხნით ჩვენი ხარდამჭერები იყვნენ სოკარი, სელფი და ტიშერტი, გთხოვთ არხი გამოიწეროთ და ერთ კვირაში ისევ შევხვდებით. მადლობა კიდევ ერთხელ და ნახვამდის. მადლობა ნახვამდის. ყოიმე რამდენი გულაპარაკი